რამე კანონი დაირღვა? თუ კი აკრძალულია კანონით რაღაც პოსტერის გაკვრა და აკრავა, აბა არ უნდა დაგსაჯონ? არაფერს აზრი არ აქვს. ფაქტებს აზრი არ აქვს. სიმართლეს აზრი არ აქვს. აი კანონში არის ჯარიმა 5000 ლარი, რა ქნას მოსამართლე. ეს იდეა ბევრ ავტორიტარულ სისტემას ახასიათებს. რატო ჯიან დამნაშავეს ხო ბჭყალებში? ფიურერის საჯარო კრიტიკა ისჭება სიკვდილი. როცა დამპყრობელი გიწესებს კანონებს, არც მოგეთხოვება მისი მორჩილება. პირდაპირ წერი ამ მუხლებზე არ შეიძლება მაგის გაკეთება. 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, ადამიანს ყველა ვინც ვიცით ციხის კადრები ვინც გამოიტანა. თუ კი პოლიტიკური შინაარსის არის, მაშინ გჯის სახელმწიფო და თუ კი არ არის პოლიტიკური შინაარსი, არ აინტერესებს. სამართლის უზენაესობა მოითხოვს მათ შორის იმას არაცინიკურ დამოკიდებულებას ამ წესებისადმი რა. საინტერესო კითხვას დავსვამ ახლა. 31 მარტს ვიკრიბებით აქა და აქ რომ აი ამათ ესე და ესე თავპირი დავალეწოთ. ექსაში ტექსტია და. ორი პრობლემა არის, რომ ეს ამ მოსამართლეებს რას უშვებით? ეს მოსამართლეები არ იყვნენ. ერთი იუთუბერი როგორც იტყოდა, ყველაფერს ვერ იმას იზამ. მოგესალმებით, დღეს ვიწყებთ თავისუფალი მაგიდის მე-7 ეპიზოდის ჩაწერას. ჩვენი პოდკასტის ყურება ყოველ პარასკევს 22 საათზე შეგიძლიათ YouTube არხზე მისმინე და ჩვენი დღევანდელი თემა, რასაც ვისაუბრებთ, არის კანონის ან სამართლის უზენაესობა, როგორც მას უწოდებთ. ამ ქვეყანაში ძალიან ხშირად გაიგებთ, რომ როცა რაიმე ცუდის გაკეთება უნდა ხელისუფალს, ამას კანონის უზენაესობას აბრალებს და ადამიანები ალბათ ფიქრობენ კიდეც, რომ რა არის ცუდი იმაში, თუ კი კანონები აღსრულდება. არადა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, ან კანონის უზენაესობის პრინციპი, როგორც მას მეორენაირად უწოდებთ, ზუსტად იმას გულისხმობს ხოლმე, რომ თავად კანონებსაც მოეთხოვება ისინი იყვნენ სამართლიანი და გამოიყენებოდეს იმისთვის, რომ საზოგადოების საკეთილდღეოდ და საქმის წინ წასაგდებად მოქმედებდნენ ქვეყანაში. მოგეთ, ეს იქნება ჩვენი საუბრის დღევანდელი თემა. ჩვენი დღევანდელი სტუმარი კი ჩვენი კოლეგა, იურისტი, კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი იქნება, რომელთან ერთადაც მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება მაქვს აკადემიური კუთხით, თუმცა არა მარტო აკადემიური, მასთან მეგობრობას გვაკავშირებს და მე და საბა ბრაჭველი დღეს სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ. მანამდე კი ტრადიციულად ჩვენ ღვინოს როცა წარმოადგენდით ხოლმე დავით, გაფრთხილი სახით ქონდა ხოლმე, გახვეული სახით ქონდა, რომ სტუმარს და საბას, ესე ვთქვათ, საკუთარი მოსაზრებები ისე გამოეთქვათ ამ ღვინოზე, სანამ მის ვთქვათ, დამყენების შესახებ ინფორმაციას გაიგებდნენ, ან რომელ რეგიონს წარმოადგენდა ყურძენი, რომელიც გამოყენებული იყო, მაგრამ დღეს იქნება, მგონი, ერთადერთი გამონაკლისი, იმიტომ რომ დღეს გვინდა რომ დავლიოთ ძალიან კარგი ქართველი ადამიანის მალხას ხარბედიას ღვინო კალამი, რომელიც გარდაიცვალა, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ქართული ღვინო ისეთია დღეს, როგორიც არის და ვამაყობთ. აი ეს ახალი პატარა მარნები, ფესტივალები მთაწმინდაზე, რომელიც რაღაც უკვე ტრადიციაა საქართველოში ყოველი წლის მაისში. ბევრი ფესტივალი, თქვათ, ახალ-ახალი მარნების აღმოსაჩენად. ბლოგები, ვინოგე.com, ალბათ ბევრმა იცის ეს ბლოგი, რომელზეც ათასობით ღვინოზეა დაწერილი, ქართულად, უცხოური ტექსტების თარგმანები, ძველი ტექსტების გაციფრულება. მალხაზის სახელთან არის დაკავშირებული ჟურნალი არილი, რომელიც ძალიან ბევრმა იცის და ბევრ ადამიანს, მწერალს თუ პოეტს გაუხსნა გზა ლიტერატურაში სამოგზაუროდ და ეს მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმისი, რაც შეგვიძლია ვთქვათ და მე კიდე შემიძლია ვთქვა, რომ მალხაზი იყო ბრწყინვალე მეგობარი, ადამიანი, რომელსაც შეგეძლო ძალიან ბევრ თემაზე დაკითხავდი აზრს და თან ყოფილიყავი ყოველთვის რაღაც ამაზე დაკითხვაში მორიდებულიც, მიუხედავად იმისა, რომ ის იუმორით უთგებოდა ამ საკითხებს, მორიდებულიც, იმიტომ რომ ის იყო ძალიან დიდი ცოდნის მატარებელი ადამიანი, აკადემიური ცოდნის მატარებელი ადამიანი, ენციკლოპედიური ცოდნის მატარებელი ადამიანი. მოგეთ, ამიტომ დღეს მახოს ღვინო დავლიოთ და ასე ვისაუბროთ ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ალბათ. მადლობა. 2020 წლის კრახუნაა იმერეთიდან, მეორე სვირიდან, ახო ღვინოს ქვევრში აყენებდა ტრადიციული წესით და ესეც ქვევრის არის. 5 წლის ღვინო, საშუალო ასაკის ღვინოა, მე მგონი შესანიშნავი არომატები წინვალე. ვიტყოდი და მახოს გავმარჯოს მოკლედ, ამით დავიწყოთ და გავავიდეთ. ათელში იყოს
ზონა იყოს. მე მხოლოდ მისი ტექსტებით ვიცოდი, არა ვინით, მაგრამ როგორც ხედავთ, ვინოსაც შესანიშნავს აყენებდა. მე არ ვიცნობდი საერთოდ, არ მქონია მისი ცნობის პატივი, მაგრამ წერანს ვამბობდი, ანუ რამდენჯერაც Facebook-ზე შევდივარ ხოლმე ლამის დღემდე, რამდენი ხანი გავიდა უკვე, ხო? 2 კვირა თითქმის, სულ მასზე ხდება რაღაცა მოგონებები, ასე შემდეგ საზიარო ამბების გახსენება და გასაგებია როგორი ადამიანიც იყო და რაც თავარი არის გულშემატკივარი იმ საკითხების და იმ ფასეულობების, რაზეც ჩვენც აქ თავისუფალ მაგიდასთან ვიკრიბებით ხოლმე და თავისუფალ მაგიდასთან შეკრება მასაც ძალიან უყვარს. ესე რომ შეგვიძლია გადავიდეთ მე მგონი ჩვენს საუბრის თემაზე. პრინციპში რაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ არის ერთი ძალიან ცნობილი კითხვა, რომელიც მე თვითონ მესმოდა ხოლმე ჯერ კიდევ უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი, რაც იყო რამე კანონი დაირღვა. ანუ ეხლაც იგივე კითხვები ისმის ხოლმე, როგორც ცოტა სხვა ადამიანებისგან, რომ აი დაუშვათ მზია ამაღლობელი რომ არის ციხეში, ან რაღაცა ეს ადამიანები რომ ციხეში არიან, რა კანონი ირგვა, აი 5000 ლარი თუ გვაჯარიმებენ, ხო, როცა ჯერ კიდევ 3 წლის წინ თუ 4 წლის წინ იგივენაირ დარღვევაზე 200 ლარი იყო სულ ჯარიმა, რა კანონი დაირღვა, ხო, 25 ჯერ გაზარდეს ჯარიმა, მაგრამ კანონი ხო შეიცვალა. არის თუ არა, რამე კანონი ირღვევა თუ არა, როცა ხელისუფლება ნებისმიერი ქვეყანაში იღებს ისეთ კანონებს, რომელიც არის უკანონო და რაც ნიშნავს ეს უკანონო კანონი, როგორი შეიძლება იყოს კანონი, ან ზოგადად მართლმსაჯულება იმისთვის, რომ მას სამართლიანი უწოდოთ. ეს არის ძირითადი კითხვები. ძალიან გრძელი და მრავალმხრივი ამბავი არის მოსაყოლი. ბევრი სხვადასხვა ადგილზე მომხდარი ამბავი არის მოსაყოლი, მაგრამ იმდენად რამდენადაც თავისთავად ეს იდეა, რაც ჩვენ დასაწყისში ვახსენეთ, ხო, და ნომინალურად სამართლის უზენაესობად მოიხსენიეთ, თუმცა აბა ჯობია დავიწყოთ, ხო? მათ შორის ეს ორი სახელი რომ ახსენა გიორგიმ დასაწყისში და შენ რამე კანონი დაირღვა იმანდაც ეს შინაგანი წინააღმდეგობა, მათ შორის ძალიან ბევრი მოდის აი ცნებების განსაზღვრების პრობლემაში ხშირად. ხო, ამბავს რომელსაც მოუყვებით არის ძალიან დიდი ამბავი დასავლური ცივილიზაციის ძირითადად. იმიტომ რომ ორი კავშირი უნდა გავავლოთ, ხო, რომ ის რასაც ჩვენ სამართლის უზენაესობას ვუწოდებთ არის პროდუქტი უმეტესწილად იმ სახით, რა სახითაც ჩვენ ვიცით და რაზეც უნდა ვისაუბროთ დასავლური ცივილიზაციის ძალიან ფართო გაგებით. და მეორე, მას აქვს მჭიდრო კავშირი თავისთავად ზოგადად ცივილიზაციასთან. ანუ ის არის საფუძველი ცივილიზაციის, ამაზე ვისაუბრებთ, თუ როგორ შეგვიძლია უფრო შემდგომში ავხსნათ, ხო? თავისთავად აი ეგ კითხვა რამე კანონი დაირღვა, რომელსაც ზოგჯერ სერიოზულად ვამდნენ, თუმცა ჩვენთვის იქცა მათ შორის დასაცინე, ასე ვთქვათ, სისტემის გასაკრიტიკებელ საშუალებად, ხო, ეს იყო ერთგვარი ცინიკური ინიციაციის რიტუალი. იმ სამართლის სისტემაში, რომელიც ჩვენ გვაქვს, ხო, და რომელიც თავიდან ბოლომდე დაფუძნებული არის სიცრუეზე და თაღლითობაზე. ანუ ეგ იყო რაღაც ცინიკური თვით დისტანცირება, ხო? ცინიკური თვით დისტანცირება პროფესიისგან, რომელსაც ძალიან ფართო ეთიკური განზომილება გააჩნია და თავიდანვე გასწავლიან, რომ შენ ცინიკურად უნდა დისტანცირდე, ხო? იმიტომ რომ არანაირი ეთიკური და მორალური არჩევანები შენს წინაშე არ დგას და შენ არაფერი არ მოგეთხოვება, ხო? აი იურისტს რასაც ეტყვიან ის უნდა ამოსძახოსო ერთ-ერთმა ადამიანს. კი ბატონო, მათ შორის ეგეც კი, მაგას მოსდევდა მთელი ერთგვარი რიტუალური ინიციაცია, ხო, ამ პროფესიაში, რომ არა მხოლოდ უნივერსიტეტში, არამედ შემდგომ ყველგან, ხო, შეგვიძლია ვთქვა და ჩვენ ეს ვიცით და ჩვენ ეს გვინახავს. და აქ არის ძირითადად ეგ აწყობილი რაზე, ხო? ანუ კანონის გაგებაზე, როგორც მხოლოდ პროდუქტზე, რომელიც მოდის რაღაც აღმატებული კანონმდებლისგან, რომლის ეჭქვეშ დაყენებაც
იურისტის საქმე არ არის, ხო? ეს არის საბოლოო ჯამში. ეს იდეა ბევრ ავტორიტარულ სისტემას ახასიათებს, თუმცა საქართველოში დაგვრჩა, ხო, მემკვიდრეობით დაგვრჩა, მათ შორის ამ სოციალისტური კანონიერების, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობა, სადაც ფორმალური თვალსაზრისით სოციალური კანონიერების სათავეში იყო პარტია, ხო, პარტია განსაზღვრავდა კანონმდებელს რა უნდა მიეღო და შესაბამისად ის რაც დაწერილ კანონში იყო, რაც დაწერილ კანონში ეწერა. ის იყო აქედან გამომდინარე უზენაეს, ოღონდ ეს არის კანონის უზენაესობის, როგორც მე უწოდებენ, აბსოლუტურად დამახინჯებული ბრჭყალებში იდეა, ხო? რატომ, ხო? რა არის აქ, რატომ არის ამაში ეს იდეა დამახინჯებული? იმიტომ რომ მოდი ავიღოთ ამ სიტყვის ეტიმოლოგია, ხო? საიდან მოდის თავისთავად? ავიღოთ, გავემარტივოთ და აი ინგლისური ვერსია ავიღოთ, ხო? Rule of law. Rule of law, ანუ და ქართულად მას შეიძლება მოიხსენიებენ ხოლმე რომ კანონით მმართველობა, არ არის ის კანონით მმართველობა. ეგ იქნებოდა rule by law. ეგ იქნებოდა rule by law აბსოლუტურად, რომელიც სხვათა შორის არის მინიმალური საფუძველი იმისა, რომ rule of law კონდეს, რატომ? იმიტომ რომ უნდა არსებობდეს კანონები, ოღონდ ეს არ არის საკმარისი. მაშინ რა გვჭირდება, ხო? რა გვჭირდება იმისათვის, რომ კონდეს ის, რასაც შეგვიძლია ჩვენ ვუწოდოთ სამართლის მმართველობა. და აქაც უნდა ვნახოთ, რომ სადაც ის ჩნდება არისტოტელესთან. არისტოტელე კონტრასტს აკეთებს, რომ ადამიანთა თვითნებური მმართველობა, სამართლის მმართველობის საპირწონედ, ხო? აი, იმიტომ რომ მე ამის დაზუსტება საბოლოო ჯამში შემდგომში მთავარი განმასხვავებელი პრინციპი, ხო, რაც მე შემოდის და რაც შეგვიძლია მე უკვე ეტიმოლოგიურადაც ჩვენ ვთქვათ, რომ გვაძლევს შესაძლებლობას ვილაპარაკოთ სამართლის მმართველობაზე და არა ვიწრო გაგებით კანონის. ვიწრო გაგებით კანონი არის ფორმით სამართალი, ძალიან სპეციფიური ფორმით მიღებული, ხომ, საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული, იმ ორგანოს მიერ მიღებული, ვისაც საკანონმდებლო ფუნქცია აქვს. ხო, ეს აუცილებლად არ არის ახლა ჩვენ ამას უკავშირებთ ეს დემოკრატიული კანონმდებელია, მაგრამ ყოველთვის ასე არ იყო, ხო, ისტორიულად, ყოველთვის. ხო, მეფე გამოიცა კანონი, რომელსაც საერთოდ აქვს სახალხო ლეგიტიმაცია. აბსოლუტურად. იმ გაგებით როგორ ჩვენ ვიცით. ხო, იმ გაგებით როგორ ჩვენ ვიცით. მაგრამ ნუ დემოკრატიასთან კავშირზეც მოგვიწევს მე ორი სიტყვის თქმა, მაგრამ ჯერჯერობით ვისაუბროთ ამაზე, რა არის განსხვავება, ხო? აი, კანონი ვიწრო გაგებით არის ის, რასაც შემდგომში რომაელებმა უწოდეს lex, რომელიც განსხვავდება მეორე რომაული კატეგორიისგან, რომელიც არის ius. ius არის უკვე არსებითი კატეგორია, ის მოიცავს უფლებასაც, ისეთ ღირებულებებსაც, როგორც არის სამართლებრივი თანასწორობა. და მოიცავს ზოგადად სამართალ შემოქმედებისა და სამართლის აღსრულების შიდა წესებს. და ეს არის შიდა წესები, რომლის დაუცველობის შემთხვევაშიც შენ ადამიანებს სამართლით ვერ მართავ. ანუ შეუძლებელია, მარტივად რო ვთქვა. კანონი რაც არ უნდა კანონი იყოს, თუ მისი აღსრულების მექანიზმები არ არის ასევე მოქცეული სამართლებრივი სახელმწიფოს იდეის ქვეშ, ხო, ეს მაინც ვერ იქნება კანონი. ანუ ვერ იქნება, ანუ არის რაღაც შინაგანი, ანუ მეორენაირად შეგვიძლია ვთქვა, არსებობს რაღაც შინაგანი მორალი. და ეს არის ერთგვარი პრაქტიკული საქმიანობა, შეგვიძლია შევადაროთ, აი ღვინოს დაყენება, ხო, შენ აყენები ჩვენ ღვინოს უკვე. ბევრი აყენებს საქართველოში. ბევრი აყენებს საქართველოში. აი შენ კარგად იცი, რომ ღვინოს დაყენებას აქვს თავისი შიდა მორალი. ანუ რაღაცების გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება. ხო. ღვინო აღარ გამოგივა. ხო, წყალი არ უნდა ჩაასხა, შაქარი არ უნდა დააყარო.
ერთი იუთუბერი როგორც იტყოდა, ყველაფერს ვერ იმას იზამ. ხო, ანუ უბრალოდ რაღაცა შენ შეიძლება იმას ღვინო დაარქვა და გაასაღო რომ ეს ღვინოა. ფალსიფიცირებული საღდებოდა კიდეს დიდი ხანი. ეხლა ხო საღდება პრინციპში რა, ღვინო აწერია, ეტიკეტი აქვს, ღვინოს გავს ფერი, ღვინოს გავს გემოთი, მაგრამ ღვინო არ არის. ნუ სიმართლე გითხრათ, ეხლა ამ ბოლო პერიოდში ნაკლებია ეს საქართველოს. რუსეთში რაც გადის რა. ხო, არის მაგალითი. ეს ასახავს საბოლოო ჯამში აი ადამიანური საქმიანობის მეტნაკლებად ყველა სფეროში და ეს არის სამართალი კიდე არის აი ძალიან პრაქტიკული საქმიანობა ადამიანისა, ხო? ადამიანური საზოგადოების, ოღონდ ძალიან საზოგადო რამე არის, იმიტომ რომ ეს არის ადამიანების თაქვემდებარება წესებისადმი, ოღონდ ამ ადამიანები უნდა თაქვდებოდნენ რა ამ წესების გონივრულობაზე, ხო? ანუ შეუძლებელია რომ საუბრობდეთ იმაზე, რომ რა ვიცი, ანუ მაგალითისთვის ადამიანები არ არიან რაღაც ჭიანჭველების კოლონია, ან ადამიანები არ არიან ფუტკრების სკა. ანუ შეუძლებელია, ხო, მათთან იგივენაირად მოქმედება, როგორც სხვა ცხოველთან, ხო, ან სხვა ცოცხალ არსებასთან, მათ შორის გრძნობიარე არსებასთან, ხო? აქ იგულისხმება რა, ადამიანები თავისუფალი ადამიანური თავისუფლება, ანუ ნაგულისხმება, აქედან უნდა გამოვიდეთ, რომ სამართლის სისტემა, რომელიც ადამიანურ თავისუფლებას ნაგულისხმევად არიღებს, ხო, ის ვერ იქნება გაგებს სამართალს. ვერ ჩამოყალიბდება, ხო, ვერ შეძლებს საბოლოო ჯამში, რომ ჩამოყალიბდეს სამართლის სისტემა, ხო? ანუ ამიტომ იგულისხმება იმ იუსში აი ეს ადამიანური თავისუფლების ელემენტიც არსებობს და ეს განსხვავება იუსსა და ლექს შორის, ხო? იმიტომ რომ ლექსი რა არის? ლექსი არის უკვე პროდუქტი, რომელიც იუსის დაცვით იქმნება, ხო? ანუ იუსის წესების დაცვით იქმნება. ლექსი არის უკვე ის პროდუქტი და ეს განსხვავება სხვათა შორის ევროპულ ენებში არსებობს, ხო? ორი გვაქვს, ხო? აი მაგალითად გერმანულში გვაქვს recht, რომელიც ფიგურირებს ტერმინში Rechtsstaat, რაც ვახსენეთ, სამართლებრივი სახელმწიფო, წამოსული. იგივე არის გადასული ფრანგულში, ხო? ანუ droit და loi, loi არის იგივე რაც loi, ხო? ხო, loi ხო იგივეა, რაც ლექსი და რაც გეზეთს გერმანულად. იგივე განსხვავებებია იტალიურ ენაშიც, ესპანურ ენაშიც. მსგავს განსხვავება ინგლისურში არ არის. იქ გვაქვს law. law გვაქვს იქ არსებითი გაგებით, rule of law, ყველაფერი დარჩენი law, უბრალოდ ეხა იგივე ეს თარგმნის საკითხის გასაადვილებლად ხშირად გამოყოფენ რომ ის რასაც მაგით გერმანულში არის გეზეთს ინგლისურში შეგვიძლია მოვხსენოთ სტატუტი. ხო, სტატუტი, რომელიც არის აქ წმინდად უკვე საკანონმდებლო საქმიანობის შედეგი, ტექსტია, საკანონმდებლო საქმიანობის შედეგია, რომლის ფეტიშიზაცია არ შეიძლება მაგაზე, არ შეიძლება სტატუტზე, არ შეიძლება ვთქვათ, რომ არასოდეს ის უზენაესია, ხო? სტატუტი უზენაეს ვერ იქნება, რატომ? აბსურდია, იმიტომ რომ სტატუტის გამომცემს, ანუ ვისაც საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს, როგორც ის თავადაა უზენაესით შეზღუდული, ხო? მას შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს. ანუ საკუთარი გამოცემული სტატუტით ის შეზღუდული ვერ იქნება, ხო? შესაბამისად, ჩვენ მივდივართ ლოგიკურ აბსურდამდე, ხო? რომ შეუძლებელია, რომ საკუთარი გამოცემული კანონით შენ იყო შეზღუდული. ესე იგი, ამ კანონში არსებობს კიდევ რაღაც, აი ეს ეგრეთ წოდებული უფრო მაღალი სამართალი, ჩვენ საუბრობთ უფრო მაღალ სამართალზე, ანუ წესებზე, რომელიც შინაგანად ახასიათებს სამართალს და რომელიც მას აქცევს, რომლის დაცვაც მას აქცევს სამართლად. კი, ოღონდ ნახე, ესე რომ ჩავერიოთ ახლა. თავისთავად ჩვენ არ უარყოფთ იმას, რომ კანონები, რომლებიც სახელმწიფოში და სახელმწიფოებში მოქმედებს, ამ კანონებს ისიც უნდა აღასრულებდეს, ვინც იღებს. ამის საწინააღმდეგოს კი არ ვამბობთ რამეს. არამედ იმას ვამბობთ, რომ თავად ამ კანონების არსებობა და აღსრულება საერთოდაც არ ნიშნავს იმას, რომ სამართლის უზენაესობაა ქვეყანაში. ამის თქმა გვინდა, ხო? იმიტომ რომ აი მე გავიხსენებ
ძველ ეგვიპტეში არსებობს ეგეთი სწავლებები, ხო, რომელსაც ქურუმები წერდნენ ფარაონების ცხოვრების და ქურუმთა ცხოვრების შესახებ და იქ ხდება ესეც საინტერესო ჩანაწერი, როცა ახასიათებენ ფარაონებს, რომ ისინი იყვნენ კანონმორჩილები. კანონი რა იყო, ხო, ეგვიპტეში ფარაონის სიტყვა იყო კანონი, მაგრამ ამ ადამიანებს შეეძლოთ პატივი ეცათ საკუთარ სიტყვაზეც. ანუ რო იტყოდნენ რომ ეს არის კანონი, თავადაც ემორჩილებოდნენ. ანუ სამართლებრივ სახელმწიფოში იყო ის კი უნდა ვთქვათ, რომ ეგვიპტე ამიტომ სამართლებრივი სახელმწიფო იყო ძველი ეგვიპტე. ხო, მას ხო არ ვიტყვით, რა თქმა უნდა. აქ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ კანონის ახსრულებას იმდენად ცემდა პატივს ფარაონი, რომ თავადაც ემორჩილებოდა. და ეს არ არის რომ სამართლებრივ სახელმწიფოზე ვლაპარაკობთ. ხო, სწორად გავაგებინოთ. არა, ხო. ანუ ჩვენთვის ეს კანონსა და სამართალს შორის, ან იუსსა და ლექს შორის, მოკლედ ესეთი მიმართება არის თავის დროზე ეს წარმოვიდგენ რომ მარტივად გამიგო რა ეს იუს ანუ რაღაცა ზოგადად სამართალი არის ჩვენთვის აი ქვაკუთხედი კი არა რა ქვია საძირკველი რა აი რაც შენდება თავიდან რაც უნდა ჩაესხას და მერე შენდება სახლი ეს სახლში მერე კედლები როგორც გინდა ისე გადაადგილე რაღაცა სხვადასხვანაირად შეგიძლია მოაწყო ხო ისევე როგორც ჩვენ შეგვიძლია კანონები მილიონაირად გქონდეს ხო მაგალითად გზის გადაკეტვა საერთოდ არ ისჭებოდეს 100 ლარით ისჭებოდეს თუ 200 თუ 5000 ანუ იქ როგორც გინდა მოაწყო მაგრამ ეს ყველაფერი იდეაში მაინც უნდა ექვემდებარებოდეს რაღაცა ძირითად ბაზისურ პრინციპებს, რომელიც არის ამ ყველაფრის ეს ქვაკუთხედი, საძირკველი და ბიბლიაში როგორც არის რა, თუ საძირკველი არ არის, ტყუილად შრომობენ მაშინ მშენებლებიო. ეგ ამბავია რა, ანუ ეს სამართლებრივი სახელმწიფო სამართლებრივი სახელმწიფოს ეს კანონი არ შედგება მოდი ძალიან ასე ეს აბსტრაქტული საკითხია და შესაბამისად მოკლედ რო ვთქვათ ხოლმე უფრო აბსტრაქტულისგან ვიქნებით მიდრეკილი მაგრამ მოდი ასე ვთქვათ ნაწილ გავარჩიოთ ხო რაზე არის აი რა შინაგან მორალზეა რა წესებზე არის საუბარი ამ კანონმდებლობის რომელიც სხვა შორის ყველამ უნდა დაიცვას ხო მნიშვნელობა არ აქვს ანუ ვისაც უნდა რომ მისი კანონები ადამიანებმა ნებაყოფლობით აღასრულონ. აი აქ ამაზე არის საუბარი, ხო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თვით ტოტალიტარულ სისტემასაც ჭირდება ნებაყოფლობით მონაწილეობა, უბრალოდ ის ნებაყოფლობით მონაწილეობას, ნებაყოფლობით მორჩილებას სხვა გზებით აღწევს, ხო? ტერორით აღწევს, პროპაგანდით აღწევს და ასე შემდეგ. და ეს რო არ მოუწიოს, რომ სამართლებრივი სამართლის უზენაესობა, სამართლის შიდა მორალი სხვა რაღაცას გვეუბნება, სხვა გზას გვეუბნება, ხო? პირველ რიგში ეს არის ადამიანის თავისუფლების აღიარება და მისი ღირსების პატივისცემა. ეს უნდა გამოდიოდეს ყველა კონკრეტული კანონიდან, ოღონდ ეს ძალიან ფართო ცნებებია, ხო? თავისუფლების და ღირსების პატივისცემას კონკრეტულად ვერ განმარტავთ. მაგრამ ამიტომ სამართლის უზენაესობა არის ერთგვარი სამართლით, ასე ვთქვათ, სამართლის მართლობაც ესე დავარქვათ rule of laws. არის ნეგატიურად განსაზღვრული ცნება. ანუ ის გვაძლევს იმას თუ რა არ ჩაითვლება ჩამონათვალს უფრო ზუსტს. თუ რა არ ჩაითვლება სამართლად. და შესაბამისად ზღვარი გაქვს და იმას თუ გადაცდები რა ვერ იქნება ნებისმიერ ან მათ შორის მე თუ მინდა რომ ვიყო კანონმდებელი ნებისმიერ კაციაში რატო ვერ ვიქნები ან რატო ვერ იქნება ეს ჩემი პროდუქტი კანონი ხო და ან რატო არ ექნება საბოლოო ჯამში ადამიანებს ასეთ კანონებისადმი მორჩილების ვალდებულება ხო ეხლა დავიწყოთ ამ მოთხოვნებით ხო რა ვიცი ან პირველი მთავარი მოთხოვნა არის ფორმა ფორმაზე არის საუბარი ფორმა პირველი მთავარი ფორმა არის რომ რაღაც წესს უნდა ადგენდეს. ცევის წესი. ცევის წესია. ცევის წესი არის, რომელიც მათ შორის თუ ადამიანის თავისუფლებას საკმარის პატივს ცემს, ის მას ადამიანს უპტოვებს სივრცეს, რისი თავისი მიზნების, ხო, იმოქმედოს ან არ იმოქმედოს და თავისი მიზნებიც არჩიოს შიგნით, ხო? აი ის ნაკლებად არის ჩამოყალიბებული, თუმცა ყოველთვის ყველა შემთხვევაში ვერავერიდებთ თავიდან წესების ბრძანების ფორმით ან კონკრეტული დირექტივების ფორმით ჩამოყალიბებას. თუმცა ეგ იდეალი არ არის. ანუ იდეალი არის ისეთი წესი, სადაც ადამიანს რაღაცა არჩევანი აქვს. და ეს აუცილებლად ჩამოყალიბებულია როგორი ზოგადი ფორმით. სადაც
ეს წესები არ არის არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კონკრეტულ პირზეა, კონკრეტულ ჯგუფზეა, კონკრეტულ ადამიანზეა. ყველაზეა. ეს უნივერსალური. და განსაზღვრულ წესს. ხო, აი ესე ვიცით იურისტებმა, ხო? და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ წესის იდეალი არის საბოლოო ჯამში ისეთი, რომ განუსაზღვრელია წინასწარ მისი მოქმედების შედეგები, ხო, კონკრეტული პირის, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება აიჩიო კონკრეტულად არ აიჩიო. ხო, დავსვამ ახლა რა, დღეს მოვისმინეთ. ერთ-ერთმა ქართულ ოცნების ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩვენ ახლა კანონი უნდა მივიღოთო, რომლის მიხედვითაცო ქვეყნიდანო გასვლა შეეზღუდებათ იმ ადამიანებსო, 16 წლამდე თან. რომლებსაც დელიქტური ვალდებულებიდან ახლა რას ნიშნავს, ხო, დანაშაულის მაგალითად, მათ შორის ერთ-ერთი დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თუ კი აქვს ვალდებულება შეუსრულებელი მეორე კერძო პირის მიმართ, ხო? ანუ ესე რომ ვთქვათ, ახლა ხო ესე რო აუხსნათ მაყურებელს, რატო ჭიან დამნაშავეს, ხო, ბჭყალებში. დამნაშავე შეიძლება პოტენციურად დასაჯო, იმიტომ რომ მან დაარღვია ფართო გაგებით საზოგადოებრივი შეთანხმება. ხო, ეგ არის მთავარი არსი. თორე კერძო პირსო ზიანი მიადგა, შეიძლება არც მიადგეს კერძო პირს ზიანი, დანაშაული მაინც იყოს, ხო? ზიანი მიადგა, ეგ კიდე ცალკე საკითხია სამოქალაქო ზიანის ანაზღაურების საკითხი. და ახლა ხელისუფლება გეუბნება რომ იმას გავაკეთებ ისე რომ აი კერძო პირსაც თუ მიადგა ზიანი ამაზეც მე მივიღებ ზომებს ახლა რომ ის ქვეყნიდან გასვლა შეუზღუდავ მაგრამ როცა ჩაეკითხნენ რომ ამას ხომ არ აკეთებთ ივანიშვილის და ბაჩიაშვილის ურთიერთობის გამო ხო თქვენს რომ კი ჩვენ ამას არ უარყოფთ რომ კი ეს არის ერთ-ერთი კანონი უნდა მიიღონ ახლა იმისთვის კანონი უნდა მიიღონ ახლა იმისთვის რომ პირს რომელსაც ედავებიან უკვე ბრალი აქვს წარდგენილი არ გასამართლებულია განაჩენია გასამართლებულია ამ პირზე გაავრცელონ ახლა რეგულაცია ამისთვის იღებენ კანონს აი ეს რამდენად არის ეს ის რაზეც ვაპარაკობ. აი ზუსტად ეგ არის რომ ჩაიწეროს კანონში, რომ ადამიანებს ვის სახელით იწყება, ვისაც ქვია გიორგი ან დავითი, არ შეუძლიათ გარეთ სიარული. რაღაცა მსგავსი. არა, ეგ იმის გამო, რომ კონკრეტულად თქვენ ორი არ მოსწონხარ. აი ან მეორე, ანუ ეხლა მაგალითად ეს ზუსტი მაგალითი მოიყვანა გიორგიმ. ძალიან ზუსტი მაგალითი კონკრეტული შემთხვევაა. და ზუსტად ის შემთხვევა რომელიც ამ აკრძალვით არის ხო აი ესეთი აკრძალვა იყო აი ესე ქვია ქართული შესწავლაში არ გვაქვს ამისი bill of attainder რომელიც ამერიკის კონსტიტუციით აკრძალულია ძალიან იშვიათი არის სამართლუზენაესობის ესე პირდაპირ მოცემული გარანტია უფრო ნაგულისხმევად არის ხოლმე ეს პირდაპირ არის აკრძალული bill of attainder ამერიკის კონსტიტუციაში რატომ? იმიტომ რომ ბრიტანეთის პარლამენტს ჰქონდა ძალიან ცუდი პრაქტიკა, რომ პარლამენტი საკუთარ მტრებს ინდივიდუალურად შეჭიდა ხოლმე. ან პარლამენტი გამოსცემდა ხოლმე აქტებს, რომლის მიხედვითაც ადამიანებს ჭიდა სიკვდილის ჭიდა. ან შორის, ხო? ეს არის რევოლუციების პერიოდის ბრიტანეთის პარლამენტი, რომელიც ამას აკეთებდა. და საბოლოო ჯამში ბრიტანეთში დარჩა ჩვეულებად, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა ეს არ უნდა ქნას, bill of attainder არ უნდა მიიღოს, იმიტომ რომ შეუთავსებელია სამართლუზენაესობასთან, კონკრეტული ადამიანების დასასჯელად. ანუ ახლა რასაც გიორგი ამბობს, ეგ არის კონკრეტული ადამიანის ბაჩიაშვილის დამატებით დასასჯელად. მიღებული პრაქტიკულად გამოცემული აი ეს bill of attainder რაც არის, ხო? ინდივიდუალური და აი ნუ ახლა ჩვენ აქ ინდივიდუალური სასჯელის აქტი. მაგრამ ფუთავენ მაგასაც, ანუ იმას კი არ ამბობენ რა, აი მარტო ამ ერთი ადამიანის დასჯა გვინდაო რა, თითქოს ამბობენ რაღაცა ჯგუფის, მაგრამ ინსპირირებულია ზოგადად მე სასამართლო პრაქტიკაშიც ძალიან რთული საკითხია, კონკრეტულად და ეს განსაკუთრებით აი გამოხატვის თავისუფლების შემთხვევებს ეხება ხოლმე. სადაც შინაარსობრივი ნეიტრალობა და თვალსაზრისობრივი ნეიტრალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იქ მნიშვნელოვანია, რომ აი არსებობს დროს, ადგილთან და მანერასთან დაკავშირებული რეგულაციები. აი ეხლა რაც შემოაქვთ ხო, ანუ შეკრებებზე დრაკონული რეგულაციები არ უნდა იღებდეს მიზანში კონკრეტულ გამოხატვას. ხო. ეგ არის უბრალოდ ამ ხაზის გავლება. ხშირად რთული არის ხოლმე, ხო? ანუ თვით სამართლის მართლობის, სამართლუზენაესობის სისტემებში, ხო? შეერთებულ შტატებში მაგალითია.
ესეთი რომელსაც ხშირად ვასწავლი ხოლმე სამართლის უზენაესობის კლასებში და ადამიანის უფლებების კლასებში ეს ჰილი კოლორადოს წინააღმდეგ არის ესეთი გაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში სადაც იკრძალება კლინიკებთან რამდენიმე ათეული ფუნტის ხო და ეს აიქ არ არის მითითებული რომელ კლინიკებთან რომ აბორტის კლინიკებთან არის ყველა კლინიკებთან მაგრამ ყველა მიცის ვის წინააღმდეგ არის მიმართული ყველა მიცის რომ ეს კონკრეტულად მიზანში იღებს ანტიაბორტის მოძრაობას რომლებიც პიკეტირებენ ხოლმე აბორტის პროვაიდერ კლინიკებთან და ხო მათ შორის აი შედის ძალიან ნებისმიერ შემთხვევაში ხო უსიამოვნო კონტაქტია ხო როდესაც შედიხარ ან სავარაუდოდ იქ აბორტის პროვაიდერთან რომ შედიხარ განზრახვა მაინც გაქვს თუ ან ფიქრობ ამაზე და ეს ადამიანები გეუბნებიან რომ მოდი ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით არ მოკლა საკუთარი შვილი ჩვენ გაგიზრდით მათი უფლება გამოხატვის შემდეგ ხო გამოხატვის ანუ ისინი არიან გამოხატვის ხო, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებენ, სწორედ ამაზეა საქმე, ხო? ამავე დროს შტატი იძახის, რომ მე ვაწესებ შინაარსობრივად ნეიტრალურ, მე იმათ თვალსაზრის ანტიაბორტის გამოხატვას თვალსაზრის გავიღებ მიზანში. ჩემი მიზანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგი დავიცვა კლინიკებთან, რომლებიც არის რაღაც მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისის პროვაიდერი. და სადაც მინდა რომ უფრო მოწესრიგებული მათ შორის ანუ მე ზოგადად კი არ უკრძალავ კლინიკებთან არ უკრძალავ რომ ამ ადამიანმა ეს გამოხატო არც შინაარს არც თვალსაზრის ზოგადად პიკეტირებას გარკვეულ რადიუსში რა ანუ ეს არის შინაარსობრივ ნეიტრალურ შეზღუდვას მაგრამ რატოც გადაწყვიტეს ამ კანონის მიღება იყო кейსები რომელიც ეხებოდა და ყველა მიცის სინამდვილეში და მან მაგიტომ იყოფა მან განსხვავებული აზრები ხო სასამართლოს უმრავლესობასა და განსხვავებული აზრის მოსამართლეებს შორის და მოსამართლე კენედი სხვა შორის რომელიც მაშინ იყო ეს შუაშისტი მოსამართლე წერს საკმაოდ ცხარე განსხვავებულ აზრს იმაზე რომ ჩვენ ყველამ ვიცითო რა აქ რაზეა საუბარი რომ ეს ვერ აღწევს შინაარსობრივი ნეიტრალობის იმიტომ რომ კი გასაგებია რომ ზოგადი ენით არის ჩამოყალიბებული ну იგივე პრობლემა გვაქვს ნებისმიერ აი როდესაც საუბრობთ რომ ჩვენ დასაწყისში იმაზე რომ საუბრობდით ხო რაღაც ცინიზმზე და ასე შემდეგ ну სამართლის უზენაესობა მოითხოვს მათ შორის იმას არაცინიკურ დამოკიდებულებას ამ წესებისა თუ ლაპარაკობთ სამართლების სახელმწიფოს თუ კი საუბრობთ მაგრამ ეხლა ნახე ერთ საკითხს შევეხეთ კიდე და მოდი აქვე და ცოტა გამოვყეს პარლამენტმა რატომ არ შეიძლება მიიღოს აქტები რომელიც ინდივიდუალურად ეხებათ ადამიანებს ანუ გულისხმობთ კანონის სახით თორე რა თქმა უნდა ინდივიდუალური აქტის გამოცემა შეუძლია პარლამენტს თუ კი მის კომპეტენციაში ადმინისტრირებას დაგვიშოს აქტებს ეხება ხო აქვე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ქვეშ როგორც ერთ-ერთი ეს ვთქვათ ელემენტი მისი კლასიკური დეფინიციის არის რაციონალურ პრინციპებზე დაფუძნებული მართლობის განხორციელება ხო როგორც მას ეძახიან და ხელისუფლების დანაწილების პრინციპიც არის ამის ელემენტი საბოლოო ჯამში ანუ ის რომ ხელისუფლების შტოებს შორის იყოს გადანაწილებული ძალაუფლება პარლამენტი არ ჯიდეს ვიღაცას აღმასრულებელი აღასრულებდეს, მაგრამ სასამართლო აკონტროლებდეს. სასამართლო ვერ იღებდეს კანონს და ასე შემდგომ, ნუ აქ ნეგატიურ კანონს საკანონო ფუნქციას არ ვეხები ამ შემთხვევაში. ეს იმიტომაც არის მოწყობილი, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი ამას მოითხოვს, რომ ადამიანი რო უკეთესად იყოს დაცული, ერთი კანონს იღებდეს, მეორე აღასრულებდეს და მესამე აკონტროლებდეს. და თუ ეს ერთმანეთშია გადაზელილი, იმიტომ რომ მთავარი აქ არის ადამიანი ხდება დაუცველი. თვითნებობის თავიდანაცილება არის, ხო? საბოლოო ჯამში ჩვენ საუბრობთ იმაზე, რომ საქმე არ უნდა გქონდეს თვითნებობასთან. იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ აი რა არის ცენტრალური რა მართლა, იმიტომ რომ ბევრ ამას მიაწერს ხოლმე სამართლის უზენაესობას და სამართლის მმართველობას. ბევრ სიკეთეს მიაწერენ ხოლმე, ხო? მაგრამ თავარი სიკეთე არის თვითნებობის თავიდან აცილება. ის რომ თვითნებობა არ იყოს და ამ საბოლოო ჯამში აი ინსტიტუციური ნაწილი სამუშაოს დანაწილებისა, ძალაუფლების დანაწილება. პირდაპირ გამომდინარეობს აქედან, ხო? ძალაუფლების დანაწილებაც მიყვება რაც სამართლის მეშვეობით ძალაუფლების განხორციელების ლოგიკას, ხო? სხვანაირი ლოგიკას არ მიყვება, ამ ლოგიკას მიყვება. და საბოლოო ჯამში ეს არის პრობლემური არ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ჯი. არამედ შეიძლება პრობლემური იყოს მაშინაც, როდესაც ასეთ მაგალითი ჩვენ
ჩვენ გქონდა 2012 წელს, აი მაგაზე გადავდივართ 2012 წელს, როდესაც ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა. მათ შექმნეს ეგრეთ წოდებული საპარლამენტო კომისია, რომელმაც აბსოლუტურად გაურკვეველი პროცედურებით მიაღებინა პარლამენტს დადგენილება, სადაც შეიყვანეს კონკრეტული დასახელება პირების, რომლებიც აღიარეს პოლიტიკურ პატიმრებად, კაცმარიცის რა კრიტერიუმებით. კი ბატონო. და ზოგადი კანონით, ამნისტიის შესახებ ზოგადი კანონით, ამ კანონის ერთ-ერთი მუხლით მიტებული იყო. და მუხლში, აქაც ხო ბოროტად გამოყენების საზღვარი რა არის. ეხლა მუხლში რა წერია? პარლამენტის იმ დადგენილებაზე კი არ უთითებს, კონკრეტულ დადგენილებაზეც კი არ უთითებს, გიორგი. ამიტომ შთაბეჭდილება იქნება იქ წერია, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით პოლიტიკურ პატიმრებად და პოლიტიკურ დევნილობად აღიარებული პირები გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან. და კონკრეტულ დადგენილებაზე არ უთითებს რატომ? რომ აიცილოს სწორედ აი ეს ბრალდება. აიცილოს აქტია, მაგას უკვე შეფუთოს. შეფუთოს, ხო, მაგას ვამბობ, რომ დამალოს, მაგრამ ხო, ანუ ამაზე არსებობს, რა თქმა უნდა, თვითონ არ მიუმართავს ამის ვენეციის კომისიაზე, ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს, სადაც ვენეციის კომისია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენ პირდაპირ არ უთითებ დადგენილებას. მას ეყრდნობი მე სამართლებრივ საფუძვლად, როდესაც მას აღასრულებ. ამიტომ ირღვევა სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, მასთან ერთად ძალაუფლების დანაწილების პრინციპი, ხო? აიმიტომ რომ მიგაქვს საბოლოო ჯამში ამით ჩვენ იტაცებს სასამართლოს ძალაუფლებასაც და პრეზიდენტის ძალაუფლებასაც, რომლისაც ინდივიდუალური შეწყალების უფლებამოსილება. ოღონდ იმისათვის რომ შეეფუთათ, საბოლოოდ რა შექმნეს, რომ ამნისტიის იმ კანონში ის მუხლი არის ჩარჩენილი, რომელიც ჩამოყალიბებულია იმდენად ზოგადი ენით, რომ თითქოს პარლამენტს აძლევს არა ერთჯერად სხვა დროსაც შეიძლება. არამედ მრავალჯერად უფლებამოსილებას, რომელიც იმის შემდეგ არასოდეს არ განუხორციელებია. მაგის მაგალითი არის ზუსტად მაგ დროს რაც გააკეთეს, ჩემთვის უფრო ახლობელი, ამიტომ სისხლის სამართლის კოდექსში ჩაწერეს. მოკლედ იმ ადამიანს ყველა ვინც ვიცით ციხის კადრები ვინც გამოიტანა, ხო? ბატონი ბედუკაძე თვითონ მონაწილეობს წამებაში. ეს არც უარ უყია არც ერთხელ, მაგრამ რომ დაეფასებინოთ მისი ღვაწლი პოლიტიკურ პროცესებში, ამ ადამიანს საპროცესო შეთანხმებასაც ვერ გაუკეთებდნენ, ხო? ანუ უნდა დაესაჯეს, იმიტომ რომ წამების შიდა კანონმდებლობა შეიძლება საერთაშორისო სტანდარტით იყო პრობლემა. ანუ საპროცესო შეთანხმებას ვერ გაუკეთებენ, იმიტომ რომ პირდაპირ წერი ამ მუხლებზე არ შეიძლება მაგის გაკეთება. ამიტომ მოიგონა პარლამენტმა ახალი მუხლი, რომელიც ჩაწერეს და ეს იყო პროკურორთან შეთანხმება თუ სპეციალური შეთანხმება ზუსტად არ მასე ერქვა. თავარ პროკურორთან ეს ხდებოდა მაშინ გენერალურ პროკურორთან განსაკუთრებულ შემთხვევაში გამოიყენეს მარტო ამ ერთი ადამიანის შემთხვევაში წამების ამსრულებელი გაათავისუფლეს სრულად პასუხისმგებლობისგან და იმის მერე არსებობს არ გამოყენება. ხო, ანუ ეს შესაბამისად ყველა ეს მაგალითი რაც მოვიყვანეთ გვიჩვენებს, რომ რატო დაგჭირდა ეს მაგალითი? ყველა ამ მაგალითის დემონსტრირება არის ის, რომ როგორც კი გადაუხვიეთ და უხეშად დავარღვიეთ აი ეს შიდა მორალი კანონმდებლობის, ეს გავაკეთეთ თვითნებობისთვის, ეს გავაკეთეთ არა საჯარო მიზნებისთვის და არა საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრების და საზოგადოებრივი წესრიგის და საჯარო წესრიგის მიზნებისთვის. არამედ გავაკეთეთ კონკრეტული ძალაუფლების მქონე ადამიანის. ხო, ცხადია, ძალიან ხშირად როცა ესე ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე, აი რა ეხლა თუ კი აკრძალულია კანონით რაღაც პოსტერის გაკვრა და აკრა, აბა არ უნდა დაგსაჯონ, ხო ეგეთ კითხვას გაიგებ. მარტო ექსპერიმენტის შემთავაზებია ძალიან ბევრი ადამიანისთვის და ეხლა ვინც გვისმენს და შეიძლება ან გვიყურებს და ეჭვის თვალით უყურებს ამას, საქართველოს კანონმდებლობა რომელიც მე არ მომწონს ცხადია, მაგრამ შეიძლება ვიღაცებს მოწონთ. ამბობს რომ აი მაგალითად თბილისში, ისტორიულ უბანში პოსტერის გაკვრა კედელზე ან ბოძზე ან ხეზე არის სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ორი ექსპერიმენტი გააკეთოს. ერთი პოსტერი იყოს, რომელზეც იქნება ხელისუფლების კრიტიკა და მეორეზე იყოს ბინას ვაქირავებ. კრიტიკაც არა, თავისუფლება მზიას მოაქვს. ხო, რა მეგეც კრიტიკა მაგათთვის.
ანუ მაგაც ყველაფერი კრიტიკა არა, საერთოდ ეხება პოლიტიკას. აი, ბინას ვაქირავ, ხო, სინამდვილეში ხო ხა კანონმდებლის ინტერესი რა უნდა იყოს, რომ თუ კი ესე ვლაპარაკობ, ნორმალურ სახელმწიფო კანონმდებლობის ინტერესია, სადაც სამართლის უზენაესობა არის. ანუ არესი, ანუ Telegram ჯგუფის მისამართი, სადაც ნარკოტიკი იყიდება. რავი, საჭრელებული არის ქალაქი. ან კურიერობაზე რაღაცა რეკლამა. ალბათ ნეიტრალურ, ანუ მისი ნეიტრალური ინტერესი უნდა იყოს ქალაქის ერსახის დაცვა. და ერსახეს შენ რა აწერია ფურცელზე მაგას მნიშვნელობა აღარა აქვს, ხო? თავარი არის, რომ ის ისე უნდა ჩანდეს, როგორც გამოიყურება და რამე ოღონდ თუ კი პოლიტიკური შინაარსის არის, მაშინ გჯის სახელმწიფო და თუ კი არ არის პოლიტიკური შინაარსის არ აინტერესებს. აი ხა ზოგადად ქუჩაში რამდენი გამოკრული განცხადება, ქირავდება, იყიდება, დასაქმება. მაგის მიღმაც, ანუ ბევრი არის ისეთი წარწერა, რომელიც პირდაპირ უცენზუროა, ან პირდაპირ მოწოდება არის ძალადობისადმი, მაგრამ ტოვებენ მაგას, იმიტომ რომ ეთანხმებიან. აი მაგალითად ავდი რომ ჩამოიარე ჩვენიერ დღეს და ყველგან წააწერს დიდი ასოებით 31 მარტს ვიკრიბებით აქა და აქ რომ აი ამათ ესე და ესე თავპირი დავალეწოს ისე ვიქარს კი ისე არ წაუშლიათ წლებია უკვე არ წაუშლიათ და შლია სამაგეროთ ეს მე ვებრძოდი გარუსებას ამ დროს ხელაიას ნათქვამ სადმე თუ დაინახავენ მაგას შლიან ეგ საშიშია ეგ საში ტექსტია და კი ბატონო ანუ ეს შესაბამისად ყველაფერი ის რასაც აი ბოლო თვეებში განსაკუთრებით ეს ეგრეთ წოდებულ პარლამენტი აკეთებს, ხო? ანუ არა მხოლოდ ის არის, ანუ დემოკრატიული თვალსაზრისით ლეგიტიმაციის პრობლემა. აი სამართლის შიდა მორალით ხო, აი მაგაზე გადავიდეთ. ხე საინტერესო საკითხი არის ეგეთი, რომ კაცო, მოდი ესე ვთქვათ, რომ საზოგადოების მე ვფიქრობ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პარლამენტს არ აქვს სათანადო ლეგიტიმაცია. ყოველ შემთხვევაში ესე რომ დავარქვათ ხანარის ტყვებით, დემოკრატიული გზით მოპოვებული ლეგიტიმაცია. ხო, ანუ არჩევნების გაყალბების შედეგად არიან იქ სადაც არიან. ესე ვფიქრობ და ესე ფიქრობს ძალიან ბევრი ამ ქვეყანაში. ეხლა მე ესე დავსვამდი შეკითხვას, რომ თქვათ არ არის ლეგიტიმაციის პრობლემა. აი დავუშვათ, ანუ დემოკრატიულობის საკითხი მოხსნათ დროებით გადავდოთ გვერდზე. კანონები, რომლებიც მიზანმიმართულია, დამიზნებით არის მიღებული პროტესტის ჩასახშობად. ხო, ესე რეპრესიის. ხო, მასობრივი რეპრესიის. ალბათ ეს არის, ვთქვათ, მაღალი ჯარიმა, 5000 ლარიანი ჯარიმა. 14 სხვადასხვა კანონია საკანონმდებლო პაკეტი აქვს დღემდე მიღებული დეკემბრიდან მოყოლებული პროტესტის წინააღმდეგ. აი, ხო, ეხლა ნახე რატო წინააღმდეგობა, რომელიც შეხვდათ და გრძელდება ეს წინააღმდეგობა. მას უპასუხა არანეიტრალურად ცხადია პარლამენტმა გარკვეული კანონით. ეხლა აი კითხვა რომ დავსვა. მოიცა კაცო, აბა ამ კანონში ახლა რო წერია რომ ჯარიმა 5000 ლარი. მოსამართლემ რა ქნას ამ უნდა დააჯარიმოს? ესეთ კითხვას დავსვამდი, მე რომ რა მოსამართლეს რო ეუბნებით რომ უსამართლო გადაწყვეტილება, უსამართლო სასამართლო. რა, აბა რა უნდა გააკეთოს? კანონი არ უნდა შეასრულოს? რასაც ამბობდა მურუსიძე? ხო. არ არის როცა აბა გერმანიანი კანონში ესე ეწერა და აი თვითონ კანონიერების და სამართლიანობის შეპირისპირება რომელიც თავაზობდნენ საყვარელი კითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომ შენ აირჩევდი სამართლიან გადაწყვეტილებას თუ კანონიერ გადაწყვეტილებას აი როგორ კიდევ ერთხელ უნდა დაუბრუნდეთ მაშინ აქ რა იმიტომ რომ აი თავარი პრობლემა ხო მათი მათ შორის აი ამ ცინიზმის არის ის რომ სამართალი და სამართლიანობა, სამართალი და მორალი, სამართალი და ადამიანურობა, განსხვავებული რაღაცაა. მიჯნავენ სამართალს. ანუ სამართლის გარეთ არის ეს ყველაფერი, ხო? სამართალი თითქოს მარტო მათი პრობლემაა, თუ მე მგონი ზოგადად არის პრობლემა. იცი რა არის? საბჭოთა ყოფილ პოსტსაბჭოთა საზოგადოებაში რაღაც მე მგონი ეგრე იყო ადამიანების თავში. აი მეც რო გავიზარდე, შენც რო გაიზარდე აბა დავით ხო და საბა შედარებით მე თავისუფალ საქართველოში ჩვენი საზოგადოება არის რომ კანონებში, ხო, აი კანონებს არ უყურებს როგორც მორალურს მათ შორის რა. ანუ პრობლემა არსებობს, იმიტომ რომ სახელმწიფოს გაექცე, სახელმწიფოს დაემალო, ეგ იყო 90-იანი წლების ჩათვლით რაღაც ჩვეულებრივი ნორმალური ამბავი. ძალიან ჩვეულებრივი და იქ რა თქმა უნდა როცა დამყრობელი გიწესებს კანონებს არც მოგეთხოვება მისი მორჩილება. ანუ მასთან თვით იდენტიფიკაცია არ ქონდა, იმიტომ რომ ჩვენ სწორედ აი ამას ვამბობთ, ხო, რომ აი მაგალითად იგივე ის ფორმის დარღვევა ვთქვით, ხო, აი ის კანონი, რომელიც არის კონკრეტულად დამიზნებული კონკრეტულ პირზე ან კონკრეტულ ჯგუფზე, მათ დასასჯელად, ხო? ეს არ ღვევს სამართლში და მორალს. ანუ მისი მიზნები არ არის სამართლიანი მიზნები. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის არის სამართლიანი ქცევის წესი, ერთი და მეორე
აქედან გამომდინარე ვეღარ იარსებებს მის მიმართ ადამიანის მორჩილების ვალდებულება, იმიტომ რომ აქ წარმოიშობა მე უკვე ადამიანი ერთგვარი ურთიერთსანაცვლოებაზე არის დაფუძნებული, აი ეს მთელი ეს საქმიანობა რაც სამართალია, ხო? რომ შენ ვიღაც აღჭურვავ წესების გამოცემის უფლებამოსილებით, ოღონდ ამ წესებს მხოლოდ შენ იცავ მის დაცვის ვალდებულება შეიძლება გქონდეს მაშინ, როდესაც ის შენ ავიც შენ ადამიანობას არ უარყოფს, აქ ჩვენ ნახეთ რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში ხო წარმოვიდგინეთ ეხლა აი რაც მაგალითად მასობრივი რეპრესიების, მასობრივი სამართლებრივი რეპრესიების პროცესებზე ხდება, ხო? აი ეს დასჯის კონვეიერი, რომელიც აქ მუშაობს და რომელიც ჩვენ გაგზნობინებს, რომ არაფერს აზრი არ აქვს. ფაქტებს აზრი არ აქვს. სიმართლეს აზრი არ აქვს. მოდი აი კიდევ ერთხელ ვითამაშებ ცუდ როლს რა, ან ცუდი ეს პოზიციის დამცველს როლს. აი მოსამართლე ვარ, გეტყვი ახლა, დავინიშნე ახლა დიდი ისა. აი რა უნდა გავაკეთო? მოიყვანეს აგერ დაკავებული ადამიანი. კუჩის გადაკეტვა არის ჯარი მე-5000 ლარი. ესე წერია კანონში. ხა მე კანონი რა ვიცი, კანონია რა. აუ, მოდი გავართულე მაგას. ეს არის მოსამართლე. რომელსაც ტყისდება რომ აგერ ქუჩაზე იდგა, კამერა გადაღებულია. და გავართულებ ამას, იმიტომ რომ ეს ადამიანი სწავლობდა TSU-ში, მეც იქ ვსწავლობდი, მაგრამ მაინც არ რატო ვამბობ, იმიტომ რომ პირველივე კურსზე, სადაც სამართლის ფილოსოფიას რასაც ქვია, ხო, საფუძველს მოკლედ ხუბუასაც უძახთ იმას, რომ გასწავლიან. წიგნში პირდაპირ წერია, შენ ამბობ, რომ აი კანონი თუ სამართლო, მაშინ არ უნდა, ანუ არ ხარ ვალდებული დაიმორჩილოთ რაღაცა მსგავსი, ხო? და იქ პირიქით წერია, რომ კანონი უსამართლო კანონსაც უნდა დაიმორჩილო. უსამართლო კანონსაც უნდა დაიმორჩილო, კანონი ამას დრო სამართალი, არ მხოლოდ კანონი არ უნდა იყოს სამართლიანი, არ უნდა იყოს მორალური, ესენი წერია პირიქით. და აი ეგრე აქვს ნასწავლი ამ ადამიანს სამართლად. რა უნდა ქნას ამ სამართლიან? ხო, კარგი, ანუ ეგ არის ასევე ხო ის კითხვა, რომელსაც ეგ მოსამართლეების სამართლობრივად ჩვენ რუსიძე ვახსენეთ, სხვები ვახსენეთ. აი, გადავიდეთ უკან ტოტალიტარულ სამართლის სისტემაში, ნაცისტურ სამართლის სისტემაში, სადაც რაღაც პოსტტოტალიტარული რეკონსტრუქცია მოხდა ხო გერმანიის შემთხვევაში. აი ცნობილი საქმეები ავიღოთ, ინფორმატორების საქმეები, რომელიც იმდენად გავრცელებულია ფილოსოფიურად, ასე ვთქვათ, დისკუსიებს სამართალში, რომ ყველგან ასწავლიან, მეც ხშირად მისწავლებია. ხო, ერთ-ერთი ასეთ საქმე, ანუ რასთან გვაქვს საქმე, რომ ნაციზმის ბოლოს ჩვენ მივედით იქამდე, რომ ფიურერის მიერ გამოცემული აქტით და იქ უნდა ვნახოთ, რომ 1933 წელსვე ვაიმარის კონსტიტუციაში შეტანილი შესწორებით ჰიტლერმა წაიღო ყველა ძალაუფლება, ყველა შტოს ძალაუფლებას ეკუთვნოდა, მათ შორის საკანონმდებლოც ერთპიროვნულად. ფორმალურად არ გაუქმებია ვაიმარის კონსტიტუციის ძალაში იყო, მაგრამ აი ეს აღმჭურველი აქტი მას აძლევდა კანონიერ რედაქცია, კანონში ჩაწერა მარტივად თვითონ იყო პარლამენტის სასამართლოს კი ბატონო და აი ამ უფლებამოსილების საფუძველზე მას ჰქონდა გამოცემული კანონი, სადაც ასეთ რამე წერია, რომ ფიურერის საჯარო კრიტიკა ისჭება სიკვდილით. თუმცა აი მაინც ეს ნარჩენები სამართლებრივი ყოფილი სამართლებრივი სახელმწიფოსი ტოვებდა მაინც იქ სხვა სასჯელი შეფარდების იყო ძლავრი საპატიმრო სასჯელები და იყო სიკვდილიც. ანუ არსებობდა მაინც მოსამართლისათვის გარკვეული სივრცე, გარკვეული დისკრეცია იმისა, რომ შეფარდებისას, სასჯელი შეფარდებისას გადაწყვეტილება მიიღო, ერთი. და მეორე იყო საჯარო კრიტიკა. ანუ კანონი დიფერენციაციას აკეთებდა, ხო? საჯარო რა იყო კრიტიკა? საჯარო კრიტიკა რა იყო? და ანუ ამით ამართლებდა რაღაც დასაბუთება ჰქონდა, რომ გერმანია არის ტოტალურ ომში. და იმდენად ძლიერი არის ჩვენი შიდა უსაფრთხოების დაცვის ის, რომ ეს უნდა გამოვიყენოთ როგორც ზომა, რომ ფიურერის კრიტიკა უნდა დავსაჯოთ სიკვდილით. ეს ჰქონდათ გამართლება რა, მეც გერმანიაა, ხო? ეხლა საბჭოთა კავშირში ეს გამართლებას არავინ არ მოგცემდა. მაგრამ ჰიტლერის მსახური იურისტების ტვინი მაინც რაღაც გამართლების ძიებაში იყო, ხო? ცდილობდა რომ რაღაც ტიპის გამართლება, ხო, ლოგიკები ეპო, წმინდა გერმანული ფენომენი. ეხლა ჩვენ გვაქვს ესეთი საქმე, სადაც ადამიანი ხო ცოლმა დაასმინა, რომ მანო ჩემთანო საუბარში
გააკრიტიკა, გალანძღა ფიურერი. ადამიანი წარმოიდგინეთ, რომ ცოლის დასმენის საფუძველზე ცოლსა და ქმარს შორის საუბარია. შეიძლება რომ ეს იყოს საჯარო. და მოსამართლემ მიიჩნია, რომ ეს არის საჯარო, იმიტომ რომ მანამდეც იყო, მაქსიმალურად იყო ეს ჭყალებში კრეატიული ინტერპრეტაცია, მაქსიმალურად იყო ეს საჯარო გაწელილი ბოლომდე, სადამდე შეიძლებოდა, ლოგიკურ აბსურდულობამდე. მაგრამ ამ საქმემ ეს ლოგიკური აბსურდი საერთოდ დახურა, რომ რა შეიძლება იყოს იმაზე უფრო კერძო, იმაზე უფრო პრივატული, ვიდრე ცოლსა და ქმარს შორის პირადი საუბარი. და ეს ცოლსა და ქმარს შორის პირადი საუბარიც კი თქვა, რომ ეს საჯაროაო, იმიტომ რომ ფიურერს ეხებაო და საჯაროაო. და მეორე ადამიანს გაუზიარა. თავისთვის არ შეინახა. შენ თავში რაც გიდის კონდეს, გარეთ მოაკეთებ. არა, ხა შინაგან იმას, შინაგანი ხმის კონტროლის შესაძლებლობა არ ქონდათ, ხო? გაუზიარა ცოლს და ეს მიიჩნიეს საჯაროდ და შეფარდებისას გამოიყენა უმაღლესო, მიუსაჯეს დახვრეტა, უბრალოდ ეს იყო იმდენად ბოლო უკვე 44-45 წელი, რომ ვეღარ აღსრულდა. ეს ადამიანი გადარჩა რეალურად დახვრეტას და სწორედ ამიტომ მიდის უკვე რეკონსტრუირებული სასამართლოში. და მანდ არის პრობლემა რა, ორი პრობლემა არის, რომ ეს მოსამართლეებს რას უშვრებით? კაი, ის ცოლი გავასამართლეთ. ცოლი გავასამართლეთ, იმიტომ რომ მისი მიზანი იყო იმ სამართლის იცოდა, როგორ მუშაობდა, იცოდა, რომ აუცილებლად გესტაპოში დასმენას მოუყვებოდა მისი ქმრის მოკლა და მისი მიზანი იყო, რომ სისტემის მეშვეობით ქმარი მოეშორებინა თავიდან და მოეკლა. მოსამართლეებზე იყო პრობლემა, ხო? ამ პრობლემა იყო, იმიტომ რომ სხვადასხვა გზა იყო, ხო? ერთი იყო, რომ მოსამართლე თუ მიუყვებოდით იმას, რომ მოსამართლეების გამოვაძვრენდით და მურუსიძის გას არგუმენტი. მაშინ იქნებოდა, მაშინ რა იქნებოდა, იცი, ერთგვარი შუალობითი ამსრულებლის ის რა, ხო. ეგ იქნებოდა. ის კანონმა მიიღოს მოთხოვე ჩემთან რა. ეს გამოყენებულია როგორც ცოცხალი ინსტრუმენტი. ხო, როგორც ცოცხალი ინსტრუმენტი და ეგ მოსწონდა ძალიან ბევრს, რატომ? იმიტომ რომ ამ მოსამართლეებისთვის იქნებოდა თავის დაძვრენის შესაძლებლობა, რომ მე პასუხისმგებელი არ ვარ. მოდი მარტო მე პატარა კაცი ვარ, მოდი მარტო ცოლი გავასამართლო. ანუ შესაძლოა, გაგევსაჩურებელი ვქნათ, ხო. რა ვქნათ. და მე უკვე იქ თუ არ ვწდები იყო ბამბერგის აპელაციო სასამართლო, რომელიც შემდგომ უკვე დააზუსტა ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ სისხლის სამართლის საქმეებზე საკასაციო წესით და ძალიან საინტერესო მსჯელობა განავითარა. მათ შორის აქ იყო იმაზე დაუკარგავდა თუ არა ძალას ჰიტლერის მიერ გამოცემული აქტს, რომლითაც ისჯებოდა, ხო? იმიტომ რომ ძალის მქონე აქტს. ფუნდამენტურად უსამართლო აქტია, ხო? რომ ადამიანი დასაჯო რაღაც ფიურერის კრიტიკის გამო სიკვდილით. ფედერალურმა უზენაეს სასამართლომ გერმანიის ამას აუარა გვერდი და თქვა, რომ იცი რა, ამისი რაღაც ღრმა ფართო გაგებით უსამართლობა სახეზეა, მაგრამ მოდი მე ამაზე არ ვილაპარაკე, მოდი მე ვისაუბრე მოსამართლე ვალდებულება რა იყო კონკრეტულად სამართლებრივი სახელმწიფოს პერსპექტივიდან მას რა უნდა გაეკეთებინა და რა შეეძლო რომ გაეკეთებინა, რას ავალდებულებდა სამართლებრივი სახელმწიფო რაც მან არ გააკეთა. კი. პირველი აბსურდული განმარტება როცა ცოლ-ქმარს შორის საუბარი საჯაროდ მიიჩნია. რომ იმდენად აბსურდულია ეს განმარტება, რომ შეუძლებელია სხვა მიზანს დაუკავშირო გარდა კონკრეტულად სურვილისა, რომ ეს ადამიანი დასაჯო. ანუ შენ ასრულებ დირექტივას, ანუ სისტემის დირექტივაა, რომ ნებისმიერ ესეთი ადამიანი, რომელიც შენთან მოდის, ის სიკვდილით უნდა დასაჯო. ანუ შენ აქტიურ როლს თამაშობ, შენ არ ხარ უბრალოდ შემსრულებელი, შენ პიკი, ანუ უფრო მეცა გინდა და იმიტოს. და როდესაც ის ამბობს, რომ რა უნდა გამეკეთებინა, იცი რა, შენ არ უნდა განგემარტა. ცოლ-ქმარს შორის საუბარი საჯაროდ და უნდა გეთქვა, რომ არა, ეს არ არის საჯარო კრიტიკა, შესაბამისად საერთოდ არ გქონია ამ კონკრეტულ ეს უსამართლო კანონი შეიძლება არის, მაგრამ მე ამის უსამართლო კანონის ფარგლებშიც კი შენ თუ აი ამაზე არის საუბარი, რომ შენ თუ აი ამ შიდა მორალ სამართლისა თანმიმდევრულად და სერიოზულად იღებ
მაშინ უსამართლო კანონსაც იმგვარად წაიკითხავ, რომ სამართლიან გადაწყვეტილებამდე მისვლა შეძლოს, თუმცა არსებობს შეუთავსებელი, ანუ არსებობს იმდენად უსამართლო კანონებიც, რომელსაც უბრალოდ შეუთავსებელი კონფლიქტია, მაგრამ ჩვენ აქვს საუბრობთ, ხო? აი, ეხლა რომ წარმოვიდგინოთ ჩვენს სიტუაციაზე რა, ის მოსამართლეები, ვინც ეხლა აი ჟურნალისტები რო არიან და აქციას რო აშუქებენ და იმათ რო უწერენ ჯარიმებს, როცა იციან დარწმუნებულები არიან და ყველაფერს პროფესიულ მომავლობას ასრულებს. ადამიანები, ვინც ტროტუარზე დგანან და იმათ შსს უგზავნის ამათ იმას ჩანაწერებს, სადაც იმებს აწერია, რა ქვია, ფაილებს აწერია, რომ ჟურნალისტიაო. ანუ ესე აქვს თვითონ აქვს დახარისხებული, ანუ სისტემას აქვს დახარისხებული ამგვარად რა. მეორე კიდე აგრძელებს იქ ანუ კუბოზე ლურსმანის დაჭედებას ფედერალურ უზენაეს სასამართლოზე რა უნდა გაგეკეთებინა. კარგი ხათ და მოეკეცე ამ ხელწნეხის ქვეშ და ეს აბსურდული განმარტება, რაც არის ცოლ-ქმარს შორის საუბარი საჯაროდ მიჩნდი. სასჯელის შეფარდებისას თანაზომიერების პრინციპი, რომელიც ზოგადი პრინციპია და რომელსაც სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფო გავალდებულებდა, რომ გამოგეყენებინა. და სანქციაში გქონდა როგორც საპატიმრო სასჯელი, ასევე სიკვდილით დასჯა. კაი, ვთქვათ და მიიჩნიე ცოლ-ქმარს შორის საუბარიც საჯაროა. რომელი პროპორციულობის ცნებაში ჯდება, რომ ცოლ-ქმარს შორის საუბარშიც, იმიტომ რომ ამ თვითონ ხო არსებობს განსხვავება, რომ ადამიანმა ცოლს უთხრა კრიტიკული მოსაზრება და გამოვიდა და 10,000 ადამიანის წინაშე მაგალითად მიტინგზე გამოვიდა. ანუ საჯაროობასაც აქვს გრადაცია. შენთვის თავარი ამის დანაშაულის არსებითი შემადგენელი კომპონენტი თუ არის საჯარო კრიტიკა და მისი მთავარი პრობლემა არის საჯარო წესრიგისადმი აი ის გამართლებაც არ ვარ გამარა, კაი მივყვეთო რა ამ გამართლებაში. დაცვა არის იქეთე რომ საზოგადოებრივი აზრი არ მობილიზდეს ვიღაცის წინააღმდეგ. კაი მივყვეთო ამაში, შეიძლება ეს არ ვარ გამ, მაგრამ მივყვეთ ამაში. ხო არსებობს, ანუ როგორ შეიძლება რომ თანაზომიერი იყოს რომ მაგალითად საჯარო ტრანსპარენტის გამომკვრელსაც სიკვდილი მიუსაჯო და ცოლთან ვინც გააკრიტიკა, მასაც სიკვდილი მიუსაჯო. ეს თანაზომიერი სასჯელია? და შესაბამისად ამ ადამიანის პასუხი რომ მე რა მექნა, ორი რამე შეგეძლო გექნა. საერთოდ გაგეთავისუფლებინა, მაგრამ თუ მიიჩნევდი რომ ეს შენთვის რაღაც არ შეგიძლია საფრთხეს შექმნი და შეგეძლო სიკვდილი მაინც არ მიგესაჯა. აი რა გამახსენე. ამაზე არის საქმე. 2006 წელი, როცა გირგვლიანი საქმე განიხილებოდა რა და მე ვესწრებოდი ყველა პროცესს. ხალხს ესე ყველას ხდომაზე ვიყავი. ისეთ დაძაბული ხდომები იყო და სახელმწიფოებში მუშაობდი მაშინ და ის ანგარიშის ის თავიც, რომელიც სახელმწიფოების ანგარიში არის, ჩემი გამშევარიც იყო. და აი რა მახსოვს იცი რომ მოსამართლებისგან ხშირად რომ ჩვენ რაც კანონში ეწერა ის გავაკეთეთ. ოღონდ მათი ბრალი შეიძლება ნაკლები ყოფილიყო თუ მაგ არგუმენტს გავყვებოდით აი როგორც. მაგრამ აი ადვოკატი რო შუამდგომლობას აყენებს მობილური ტელეფონების ჩანაწერები ამოვიღოთ. იმიტომ რომ პრობლემაა. როცა მოწმე ამბობს რომ მე ამოვიცანი კიდევ ერთი პირი, ვინც პროცესზე იქ იყო და გვაწამებდა და მენიკოვისკენ გაიშვირა ხელი პროცესზევე. და ამგერს არ აკმაყოფილებ ამ შუამდგომლობებს მოსამართლე. როცა აპელაციაში ადის საქმე, იგივე შუამდგომლობები მიყვება და ისევ არ აკმაყოფილებს აპელაცია. როდესაც საჯელს 6 თვით უმცირებ გავიგერო კვალიფიკაციას ვერ უცვლი. ხო, კვალიფიკაცია შეიძლება ვერ შეუცვალო, რასაც ბრალდება ითხოვს, იმაზე სხვა კვალიფიკაცია შეიძლება ვერ წაიყვან. მაგრამ ხომ უმცირებ საჯელს მათ ვინც იცი. აი ეგ საკითხები ისევე დანაშაულია, როგორც დანაშაული იმის პირიქით შეგუნებული დანაშაული, რასაც ხა დათოყვება რა. ამიტომ რა შემიძლია მოსამართლემ გავაკეთო და ეხლა დღევანდელ საქმეებზე რო გადავიდეთ, ხო? ანუ ჩვენ შეგვიძლია ანუ იგივე გიორგი მაგაზე რო დავამთავროთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომ გირგვლიანის შესახებ გადაწყვეტილებაში. პირდაპირ დაუწერა რა შეეძლოთ გაეკეთებინა და რა არ გააკეთეს. მან დაწერა რომ ძალიან ამომწურავად წერია ყველაფერი. ეს იყო კვალიფიკაციასთან სინქრონული შეთქმულება ერთგვარად იმისთვის რომ ესენი სამართალი არ აღსრულებულიყო, ეგ არის ძალიან მძიმე დასკვნა, რომელიც მაგან გამოვიდა. არც სხვა გადაწყვეტილებაში არ არის და მანდ არის კიდევ ასევე
ძალიან მნიშვნელოვანი რა რომ სასამართლო როგორც იქცევა მან რასაც აკეთებს თუნდაც იმ კანონმდებლობის ფარგლებში შეუძლებელია სხვანაირად აიხსნას გარდა თანამზრახველობისა ძალაუფლების დანარჩენ შტოებთან იმისა რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება არ დადგეს იმიტომ რომ სხვა რაციონალური ახსნა არა აქვს მათ შორის იმ გაგებით რომ რა შეფასებას სასამართლო აკეთებს ის მტკიცებულებები მისაწვდომი იყო იმ სასამართლოებისთვისაც. ანუ რაც სტრასბურგმა ნახა ის მტკიცებულებები იმათვისაც იყო მისაწვდომი. ანუ ეხლა რო გადმოვიტანოთ ჩვენს მაგალითზე, აი ჩვენ წაგართვი, მაგრამ დაამატე რა. აი ეხლა ყავს მოსამართლეები. კაი, ეს ადმინისტრაციულზე რო გავაგრძელოთ, ანუ ერთ შემთხვევაში ესე შეუძლიათ რომ ადამიანი საერთოდ არ გაამტყუნა, მაგრამ ნუ გასაგებია ხო? ნუ რაღაცა არ შეიძლება ეგ მაგრამ 5000 ლარს რატო უწერ ხო? რაღაც სიტყვაში შენიშვნა გამოვცხადე, რაღაცა მსგავსი ამ მაგალითს გავყვეთ, მაგრამ სისხლის სამართალში რაც ხდება? ნიკუშა კაცია ბედნიერი კაცია ხო? აი მაგის შემთხვევაში მაგალითად ადამიანი აშკარად ადამიანს აქვს ჩადებული ეს ნარკოტიკი, ერთ-ერთი მოწმე, ერთ-ერთ კითხვაზე ვერ პასუხობს. სხვაგან დაიჭირეს, სხვაგან გაფორმებული კაცი. კი, თვითონ ითხოვს ნარკო შემოწმებას რა, ოკეი, თუ მოხმარებული მაქვს, აჰა, ექსპერტიზა ჩამიტარე ხო და სასამართლო ეუბნება ამაზე უარს. ან გიორგი ახობაძის მაგალითად რაც ზუსტად იგივე რაც შენ მოყვევი რომ ანუ ხელს ადებს ადამიანს რომ ეს იყო, ამან ჩამიდო, ხო? და მოსამართლეს ამაზე რეაქცია არ აქვს. ანუ ჩვენ წინ გველოდება ახალი გადაწყვეტილებები გირგულიანის მსგავსად, სადაც სტრასბურგის სიტყვის და მე უფრო მეტად იმედი მაქვს, რომ ქართული პოლიტიკური მოცემულობა იქნება ისეთი, რომ ჩვენ თვითონ ქვეყანაში ვთქვათ, ჩვენ თვითონ რომ ეს მოსამართლეები იყვნენ თანაამსრულებლები. ეს მოსამართლეები არ იყვნენ. ესენი არ იყვნენ მოსამართლეები, ესენი იყვნენ დანაშაულის ამსრულებლები, თანამონაწილეები. ხო, სწორედ აი არ გავდივართ ეხლა დასაწყისში ვახსენე იმ გერმანულ შემთხვევაზე, ხო, რომ მცდელობა ქონდათ მეთქი რომ შუალობით ამსრულებლობა ან ინსტრუმენტობა. აი არ გამოვიდა და ეს გადაწყვეტილება შესაბამისად ფედერალურ უზენაეს სასამართლოსი მოსამართლეებიც თანამონაწილეებად მიიჩნია. ან დანაშაულის თანამონაწილეობა გამოდის საბოლოო ჯამში. ახლა ესე მე კითხვა რატო დავსვი ახლა, ხო? ჩემი კითხვა ცოტა პროფესიულად რიტორიკულიც იყო იდეაში რა. იმიტომ რომ ახლა ჩვენ აქ ვინც ვართ სამი ადამიანი ამაზე პასუხებს მე მგონი დიდი ბევრი წლებია ვპოულობთ, ხო? მაგრამ ეს პასუხები აინტერესებდა რიგით ადამიანებს რა. აი კანონში არის ჯარიმა 5000 ლარი რაქნას მოსამართლემ, ხო? შენ როცა ვლაპარაკობთ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპზე, ეს გულისხმობს მათ შორის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შეზღუდულ სახელმწიფოს. ანუ ხელისუფლების ყველა შტო შეზღუდული არის ადამიანის უფლებებით, როგორც პირდაპირ მოქმედი სამართლით. ანუ ესეთივე, ეს არ არის უგონ ახლა, ეს არ არის თეორიის ნაწილი, ეს არის კონსტიტუციის ტექსტი, ხო? ჩვენი კონსტიტუციის ტექსტი. და ეგ შეზღუდვა გულისხმობს, რომ არა მარტო კანონმდებელია შეზღუდული კანონს რო იღებს ამ სტანდარტებით ადამიანის უფლებების, არამედ კანონ ნორმა შემფარდებელიც ამ სასამართლოს შეზღუდულია ამ სტანდარტებით და როდესაც მოსამართლე ხედავს, რომ ხელისუფლებამ კანონები სწრაფად გაამკაცრა დეკემბერში, იმიტომ რომ მის წინააღმდეგ არის პროტესტი და უნდა ამ პროტესტის ჩახშობა. ეს პროტესტი არის პოლიტიკური შინაარსის. და იცავს მას სასამართლო არ არის თანამზრახველი ამ პროცესის. მას ხომ მინიმუმ ის შეუძლია რისი უფლებას და უფრო მეტიც ვიტყვი ვალდებულებაც კონსტიტუციურად და კანონთან მკისრია შეაჩერო საქმის განხილვა და ნორმა გადასამოწმებლად გააგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ხა საკონსტიტუციო სასამართლო რა არის ცალკე საკითხია, მაგრამ მინიმუმ მოსამართლე შეუძლია თქვას რომ მე ყველაფერი გავაკეთე რომ თანამზრახველი არ გამختارიყავი ამ დანაშაულის. უკანონო პატიმრობების კასკადის რომელსაც ხედავ. და ეს მოსამართლეები მაგას ამბობენ პირიქით. აი მართლა მე თვითონაც ახლა მეც დამიწერს 5000 ლარიანი ჯარიმა ცხადია და ეს მოსამართლე სრულიად თავხედურად აბსოლუტურად ამ ადამიანის მოსამართლეს მანტი არ უნდა ეწვას, მაგრამ აი წაიგე საკონსტიტუციაში და მე ვეუბნები რომ შენ შეგიძლია წაიღო ბატონო მოსამართლე, იმიტომ რომ შენ თუ ამ კანონს არ ეთანხმები, ხო? და ასე შემდეგ, აი მარტო ის რომ კანონში გიწერია, ეგ არ არის საკმარისი, წაიღე ბატონო, შეაჩერე და ასე შემდეგ. არა, აი მე რასაც მინდა იმას ვიზავ, შენ წაიღე. ერთ შემთხვევაში ესეც სასამართლოს და კანონებს შორის ხოლმე ასე ნაფიცაჯულები. ეგეც არის. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს. გავხსენებ, ეხლა რასაც ყვებოდი, ანუ ერთი არის რომ როცა მოსამართლემ კანონს უნდა უპოვოს თუ არ ეთანხმება კანონს, უნდა იპოვოს სამართალში. ნორმის ინტერპრეტაციის მეთოდი გამოიყენოს, ის მეთოდი გამოიყენოს აზუსტებელს, მაგრამ მეორე არის აი ეს სიტყვის თავისუფლების შესახებ ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც განიხილა
ამერიკულმა სასამართლოებმა იყო ზინგერი ნიუ-იორკის გუბერნატორის პოსტის წინააღმდეგ, აუცილებლად თუ არა საქმის შესახებ 1730-იანი წლებია. და ეს იყო გამომცემელი ყოველკვირეული გაზეთი, ჟურნალის ნიუ-იორკში, რომელმაც ამოიჩემა მაშინდელი გუბერნატორი და მას აკრიტიკებდა და მაშინდელი კანონით დეფამაციას ცილის წამებას უთანაბრდებოდა კრიტიკა. ეს ბრიტანული ის არის ჯერ კიდევ მართლობა. კი, 1730-იან წელს ვლაპარაკობ და დაიჭირეს ეს ადამიანი და მან მოითხოვა ნაფიც-საჯურები. და ჰამილტონი ყავდა ადვოკატად, თქო ის არა, სხვა ჰამილტონი ყავდა ადვოკატად, ძანცრუბილი სიტყვა ეკუთვნის ამ კაცს ნაფიც-საჯურების წინაშე ამ ადვოკატს და ნაფიც-საჯურებს ხო ვერდიქტი გამოაქვთ. არის დამნაშავე თუ არ არის დამნაშავე, მათ არ მოეთხოვებოდათ არგუმენტაცია. და მათ სწორედ ვერდიქტით გადაარჩინეს და დაიცვეს სიტყვის თავისუფლება. ანუ არგუმენტი რომ კრიტიკა აუცილებელია, თავად საზოგადოებამ რო კარგად ფუნქციონიროს და კანონი რომელიც ამას გრძალავს, ეს კანონი დაიძლია სწორედ ჟიურის ნულიფიკაციით. ხო, ეს არის ჟიურის ნულიფიკაცია. ანუ საჯურთან აი ხა წარმოვიდგინეთ რომ ზიაზე იყოს ესეთი სამართალი, ხო? ანუ შეიძლება ეთქვა, ანუ შეიძლება მართლა ამ ადამიანმა იმ რეაქციულად მართლა მიაყენა დაზიანება არ მიუყენებია, მაგრამ რეაქცია ქონდა, ხო? ანუ სილა გაარტყა, კი ბატონო, მაგრამ იმსახურებს თუ არა ეს იმას, რომ 7 წლის წავიდეს ადამიანი ციხეში. და მიუხედავად იმისა, რომ მარტო ფაქტების დადგენას იდეაში სთხოვენ ჟიურის. მართალი ხარ. ამის მიუხედავად შეუძლია ნაფიც-საჯურებს თქვან არა. რატო დავიწყე ამის მოყოლა ახლა, ხო, ეგ მინდოდა რომ ჩვენაირი ტიპის ქვეყნებში, სადაც საბჭოთა გაგება არსებობს პროფესიაში სამართლის. აი ხა დათუს საუბრობდი, შენ საუბრობდი, ხო? როცა მოსამართლეს გონია, რომ კარგ საქმეს აკეთებს, თუ კანონში რა წერია ბრმად იმას ასრულებს. ანუ ეს გონია მისი ფუნქცია. მას გონია, რომ ხალხს კი არ უნდა ემსახუროს, ანუ ხალხი კი არ უნდა დაიცვას აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობისგან, ან საკანონმდებლო ხელისუფლების თვითნებობისგან. არამედ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ნება უნდა გაატაროს ხალხის წინააღმდეგ. მათი მსახური უნდა იყოს. იმათი და არა ხალხის. ხო, ეგრე როცა გონია, ნაფიც-საჯურები იქნებოდა ერთგვარი ხსნა. ამ ყველაფრისგან მეტნაკლები. მე იდეალური არ არის. აქ უნდა ვთქვათ, რომ თავისუფალი საზოგადოებაში მხოლოდ. კი, არა, მაგრამ ნახე რა მინდა ვთქვა, მაგრამ თუ კი დააკვირდებით თქვენ ნაფიც-მსაჯულები რა მუხლებზეც დატოვეს კანონში. არც ერთი არ არის ისეთი, რომელზეც შეიძლება რაიმე სახის ინტერესი ჰქონდეს სახელმწიფოს. ხელისუფლებას. პოლიტიკური ინტერესი. ან მაგალითად, პოლიციელმა ჩამიდო იარაღია ნარკოტიკი, ხო არის ყველაზე ისეთ გავრცელებული ამბავი. ამას არ ეხება. მაგალითად პოლიციაზე თავდასხმა. ან რა ვიცი, ანუ ესეთი ის მასობრივი არეულობა. ნებისმიერი ესეთი თემა სადაც შესაძლებელია ეგრეთ წოდებული სახელმწიფო ინტერესი უკავშირდებოდეს მოქალაქეს, აქ აგზავნეს ნაფიც-საჯური. აუ ერთ კითხვაც მაქვს დათოსთან აუცილებლად, იმიტომ რომ აი ეს რადბრუხის ფორმულა წეგან შენ თვითონაც რო ახსენე რა, რომ იმას ასწავლიან ეხლაც პროფესორები, აი რა ვიცი, მასიურად რომ კანონი შეიძლება იყოს უსამართლო, მაგრამ ეს დიდი პრობლემა არ არის და მას მაინც უნდა დაემორჩილოს მოქალაქეც და მოსამართლეც. აი, ამაზე რას ფიქრობ, რომ ცოტა სხვანაირი შეხედულებებიც გაისმის. არ არის. ხო, მოკლედ ესე იგი, რადბრუხის ფორმულასაც ავხსნით, მაგრამ ხო, ნაფიც-მსაჯულებს რაც შეეხება, ხო, აი სულ მცირე საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ახალცნაირი ფართო სულისკვეთება თავისუფლებისა და იმ საზოგადოებაში, სადაც რეჟიმთან თანამონაწილეობის შედარებით მაღალი მაჩვენებლები არსებობს, ცოტა რთული შეიძლება იყოს ნაფიც-მსაჯულების წარმოქმნა მაგათთან და ეგეც უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა საბოლოო ჯამში საზოგადოებაში, სადაც თავისუფლების სულისკვეთება უფრო და უფრო იზრდება, ხო, რა თქმა უნდა, ნაფიც-საჯულებსაც შეუძლიათ ეგ როლი შეასრულოს. ხო, ეხლა რა შეეხება ბლოკავი უმცირესობა შეიძლება შეიქმნას. ხო, რა შეეხება რადბრუხის ფორმულას, აი კონტექსტი, აი ეს საქმეები, ეს წეღანის ინფორმატორი საქმე რაც მოვყევი. ცნობილი გახადა რადბრუხმა, ხო, თავის ფორმულაც მაგ ნაწილს ჩამოაყალიბა. ხო, ორიოდი სიტყვა უნდა თქვა თავად გუსტავ რადბრუხზე, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი სამართლის ფილოსოფოსი გერმანიაში ომამდე
და ჰიტლერის ძალაუფლებაში მოსვლამდე ის რა სამართლებრივ პოზიტივიზმს ვეძახით, ხო? და სხვაჩვენს გერმანული სამართლებრივი პოზიტივიზმი ჩამოყალიბდა როგორც აი სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში. თუმცა ნელ-ნელა დაივიწყა ყველა ის არსებითი მახასიათებელი, რომელიც კანონს ჰქონდა, ყველა ის რაღაც ნაგულისხმევი დაშვება, რომ კანონი სინამდვილეში ასეთია და საბოლოოდ დავიდა უხეშ ფორმალიზმამდე. ნუ ნახა ეს უხეშ ფორმალიზმი როგორ გამოიყენეს საბოლოო ჯამში ჰიტლერის მმართველობისას და მათ შორის აი ამ საქმეების გათვალისწინებით, ამ საქმეებს ხსნის რადბრუხი თავის ომის შემდგომ მნიშვნელოვან კონტექსტში, სტატიაში სადაც ის იწყებს პირდაპირ აი გერმანული სამართლებრივი პროფესიისთვის განაჩენის გამოტანით, რომ ამ პროფესიამ საკუთარ თავი ვერ დაიცვა. ვერ დაიცვა მათ შორის იმიტომ, რომ სლოგანების კანონია და ბრძანებაო ამ სლოგანების სწამდა. და საბოლოო ჯამში მე რადბრუხს აყალიბებს სამართლებრივ აი ერთგვარ ხელხალ ჩამოყალიბებას გამეორებას აკეთებს იმისა, მას უნდა რომ კიდევ გარკვეულწილად დაიბრუნოს, ხო, აღადგინოს ეს სამართლებრივი სახელმწიფოს ტრადიცია. და აყალიბებს, ხო, რომ საბოლოო ჯამში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რაც გერმანელებისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი უსაფრთხოება, ხო? სამართლებრივი უსაფრთხოება, რომელიც ქმნის რას, ანუ საბოლოო ჯამში განსაზღვრულობის, დაცულობის განცდას სამართლებრივი წესრიგის პირობებში, ხო, ადამიანებისთვის. და სამართლებრივი უსაფრთხოება იქმნება პირველ რიგში პოზიტიური კანონების საშუალებით. სამართლებრივი უსაფრთხოება არის ერთი, რომელიც დიდი სიკეთე, რომელსაც პოზიტიური ფორმით არსებულ კანონს მოაქვს. ანუ რადბრუხი ამბობს, რომ კანონის არსებობა რაც უნდა ფართო გაგებით უსამართლო იყოს ის. ყოველთვის ჯობს მის არარსებობას მაინც. იმიტომ რომ უსამართლო კანონიც კი რაღაცა ტიპის მოლოდინებს გიქმნის, რომ შენს მიმართ რა მასშტაბის უსამართლობა შეიძლება აი ეს რეპრესიული კანონების მთელი წყება, რომელიც ამ რეჟიმმა შემოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ თვითნებობის დიდი კასკადი შეიძლება გამოიწვიოს კიდევ და იმაზე უფრო უარესად აღმოჩნდეს ჩვენი საქმე მათ სასამართლოს ჯურმულებში, ვიდრე ამ კანონის საფუძველზე შეიძლება წარმოვიდგინოთ, ხო? მაგრამ საერთოდ არ არსებობას ჯობია, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ დაახლოებით ვიცით მათი სამართლებრივი რეპრესიის ის მიმართულება და მასშტაბი დაახლოებით რასთან შეიძლება კონდეს საერთოდ გექნება და არა 25000 მაგალითად იქ ჯარი. ანუ ეს იცის, ანუ ამ ნაწილში გარკვეულწილად უსამართლო კანონსაც კი ყველაზე უსამართლო კანონსაც კი რაღაცა ტიპის პოზიტიური ღირებულება აქვს, იმიტომ რომ რაღაც დონეზე დაგეგმვის შესაძლებლობას გაძლევს. შემოაქვს სიბნელეში. კი, ის რასაც უნდა კანონი გაძლევდეს, ანუ ბოლომდე ვერ გაძლევს, კარგად ვერ გაძლევს. მაგრამ რაღაც დონეზე გაძლევს. ამიტომ რომ რადბრუხი ამბობს, რომ ამის გამო ნებისმიერ პოზიტიურ კანონში რაღაც ღირებულებაა. თვით ყველაზე უფრო უსამართლო კანონშიც კი. ცხადია ხება ლოგიკა მათი. მაგრამ მეორე რო გადავდივართ, ხო, შემდეგი საკითხი არის ის, რომ საჯარო სიკეთეს უნდა მოემსახუროს და არა კერძო კონკრეტული პირის ან ჯგუფის ინტერესს. რასაც მშვენივრებოდა წერა. ხო, აი ეგ არის, რომელიც დაცულია ინფორმალური მოთხოვნებით, ხო, ზოგადობის ასე შემდეგ, ხო? და მესამე ფართო გაგებით უნდა კონდეს სამართლიანობისაკენ მიდრეკილება, ხო? ანუ ეგ რადბრუხი ცოტა პრობლემურია, ეგ ხა ძალიან ღრმა დებატებში რო არ შევიდეთ სამართლის ფილოსოფიის, იმიტომ რომ სამართლიანობა სამართალში გარკვეულწილად გარედან შემოსულ ნაწილსაც უკავშირებს, ხო? იმიტომ რომ არიან სამართლის ფილოსოფოსები, რომლებიც გვეუბნებიან, რომ სამართალში სამართლიანობა თვითონვე შიგნით არის რა, ანუ აი ეს პრინციპები, რომელიც ჩამოვთვალეთ, ეგ არის სამართლებრივი გაგებით სამართლიანობა და მაგას ქმნის სამართლიანობა, ხო? მაგრამ დავანებოთ თავი, ხო, ანუ რადბრუხი ამ ნაწილში გვეუბნება, რომ არსებობს აი სამართლიანობა და ამ ნაწილში ჩვენ გვაქვს შემთხვევები, ან რადბრუხის ფორმულა შედგება ორი ნაწილისგან მარტივად ვთქვათ. პირველი უნდა ვიკითხოთ, რომ პოზიტიური კანონი თუ არის, ის თუ ემსახურება საზოგადოებრივი
საჯარო ინტერესებს და არა კერძო პირის ინტერესებს და რამდენად სამართლიანია. ოღონდ რადბრუხის ფორმულის მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ მაშინაც კი თუ სამართლიანობის ზოგად პრინციპებთან, სამართლის გარე პრინციპებთან წინააღმდეგობას ვიპოვით, პოზიტიური კანონი შეიძლება მაინც იყოს სამართლებრივი ძალის მქონე. და მაინც კანონად მივიჩნიოთ მიუხედავად იმისა, რომ ის უსამართლოა. რატომ? იმიტომ რომ მას მაინც მოაქვსო რაღაც ღირებულება სამართლებრივი უსაფრთხოების და ეს სამართლებრივი უსაფრთხოების ღირებულება უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ და ეს რადბრუხის ფორმულის მეორე ნაწილია, რომელიც აქ არ უყვართ. კი, რომელსაც არ აღიარებენ. რომელსაც არ აღიარებენ. და რადბრუხის ფორმულის მეორე ნაწილი გვეუბნება, რომ როდესაც გაუსაძლისი წინააღმდეგობა იქმნება სამართლიანობასა და პოზიტიურ კანონს შორის, ეს გაუსაძლისი წინააღმდეგობით და ეს გაუსაძლისი წინააღმდეგობა რა არის? ხო ვიღაცა იკითხავს. უდანაშაულო ადამიანის ციხეში გაშვება. მათ შორის იქვე აზუსტებს, რომ როდესაც და მაგალითად მოყავს სხვათა შორის რა. როდესაცო ჩანსო, რომ თავიდანვე კანონმდებელს განზრახვაც კი არ ქონია, რომ ეს კანონი ყოფილიყო საჯარო სიგეთისკენ მიმართული, საჯარო სიგეთის დამცველი, სადაც თანასწორობა კანონის წინაშეო ადამიანის თანასწორ სუბიექტად აღიარება ძირშივე იყო განზრახ უარყოფილი, მაშინ ეს კანონი არა. და მაგალითად მოყავს კანონები, რომელიც ჰიტლერმა მიიღო დასაწყისშივე ებრაელების წინააღმდეგ, რომელთაც ებრაელები პრაქტიკულად მეორეხარისხოვანი მოქალაქეები გახდნენ. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები შეეზღუდათ, საკუთრების შეეზღუდათ და თავარია მარკირება და ხო, ეხლა ვბრუნდებით უკან და მივდივართ ვენეციის კომისიის უმძიმეს დასკვნაზე აგენტების კანონის მიმართ შარშან გამოქვეყნებულზე. სადაც ვენეციის კომისია პირდაპირ ამბობს, რომ არც ფორმა, არც პროცედურა არაფერი არ აჩვენებდა, რომ კანონმდებელს სერიოზულად უნდოდა, რომ აი ეს ღირებულებები დაეცვა პირიქით, რაც გამომდინარეობდა იყო რა. რასაც არ ქმნიდა მიზანში ამოღება, ხო, მიზანში ამოღება, სტიგმატიზაცია, დასჯა, გარიყვა ადამიანების მეორეხარისხოვან მოქალაქეებს ქცევა დაახლოებით ეს ჩანს და ეს ყველაფერი ჩანს, ანუ ამ ყველაფრის განზრახი და უხეში უგულებელყოფა. ხო, ანუ პრაქტიკულად ეგ ერთ-ერთი იშვიათი დასკვნა ვენეციის კომისიის, სადაც კომისიას უწევს პრაქტიკულად თითქმის არაურაზრუნველად თქვას, რომ მე საქმე მაქვს ბოროტი განზრახვით მოქმედ აქტორთან. იმიტომ რომ ეს მის მანდატიც არ არის რა, რომ ანუ არის საკონსტიტუციო ორგანო კონსტიტუციური დემოკრატიებისთვის, რომლის მიზანია რომ ამ იდეალებს ყველა იცავს და შეიძლება შემთხვევით ფეხი დაუწდეს და ამა როგორც ექსპერტმა მიაშველოს. ხო, უნდა მიაშველოს და პრეზუმპცია უნდა გქონდეს. ანუ თავარია მისი ყველგან ეს იკვეთება და ამის გამო ხშირად აკრიტიკებენ ხოლმე განსაკუთრებით აი ბოროტ განზრახული აქტორების მიმართ. რომ მისი მანდატიდან გამომდინარე ის ვალდებულია რომ ყველა სახელმწიფოს მიუდგეს როგორც კეთილსინდისიერ აქტორს, რომ შენ კეთილსინდისიერი ხარ. მართლა გაინტერესებს ამის დაცვა და აქ რეალურად ვენეციის კომისია იძულებულია რომ ამაზე ამ კანონზე თქვას რომ მე ვერ დავინახე ლეგიტიმური ვერანაირი კეთილსინდისიერი განზრახვა იმისა რომ ანუ ეს დარღვევები კი უნახე მაგრამ ეს ვენეციის კომისიაც რო უთხრა ხალხს რა არის ხლა ხო ეს არის ევროპის საბჭოს რომელიც წევრი არის საქართველო და ყველა ევროსაბჭოს ყველა წევრი ქვეყანა ევროკავშირზე ვლაპარაკობთ ევროსაბჭოზე ვლაპარაკობთ მას აქვს საკუთარი საკონსტიტუციო ორგანო რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი ავტორიტეტის მქონე კონსტიტუციური სამართლის მცოდნე იურისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და რომლებიც ეხმარებიან საკუთარი ცოდნის ფარგლებში დამოუკიდებლად პოლიტიკური გავლენისგან სახელმწიფოებს რჩევების მიცემაში როგორ დაიცვან და როგორ აღასრულონ აი ის ღირებულებები რომლებიც მათ იკისრეს რომ შეასრულებდნენ ევროპის საბჭოში შესვლით. ანუ კაი კანონების დაწერა თუ გინდათ აგერ ბატონო უფასო საკონსულტაციო ორგანო და სადღაც რაღაცა
თუ შეგეშლებათ გეტყვითო ამის მაგივრად რასაც ერთი კითხვა მაქვს კიდე და მე მგონი დანიელა შეგვიძლია ჩვენი საუბრი შეჯამისკენან წავიდეთ. აი ჩვენ სამართლების სახელმწიფოს ვლაპარაკობდით, არსებობს მისი ეგრეთ წოდებული კლასიკური დეფინიცია, ესეც ვეძახით, ხო? რაღაცა სამი ელემენტისგან შემდგარი, ჩვენ მეორე მესამე ელემენტებზე მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ხო? აი ეს კანონის ხარისხზე ვილაპარაკეთ, რაციონალურობასაც შევეხეთ ადამიანის უფლებებით შეეზღუდოს. მაგრამ ერთი რაც ამ სამართლების სახელმწიფოს ახასიათებს, ის არ უნდა იყოს რომელიმე ადამიანის ან ვიწრო ჯგუფის ან რომელიმე რელიგიის მსახურებისთვის შექმნილი. არამედ ის უნდა ემსახურებოდეს თელ საზოგადოებას, ამ თითოეულ მოქალაქეს. ეს არის სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი საკვანძო საკითხი, ხო? ნუ აქ შეგვიძლია ჩვენი იმანუელ კანტიც გავიხსენოთ და მისი ესე ვთქვათ შეხედულებები, რომელიც მე ვთქვათ, რომ ამ პრინციპების ფუძედ იქცა მოგვიანებით ჩამოყალიბებისთვის, სანამ პოზიტივისტები მე მოგვადგებოდნენ ისე როგორც მოგვადგებდნენ და თუ მისაუბრ ამაზე, მაგრამ აი ამაზეც შევეხოთ და დღევანდელობაზე ალბათ იქნება ძალიან კარგი ეგრო როცა სახელმწიფო ერთი ადამიანის ინტერესისთვის და სახელმწიფო ეს ერთი ადამიანი არის ივანიშვილი მოქმედებს. ხო, აი ეს მე მგონი ხო, აქ საბოლოო ჯამში მივიდივართ იმამდე, რომ აი დასწრებში ვთქვი, რომ სამართლის უზენაესობა არის ცივილიზაციის სინონიმი რა და ცივილიზაცია რაში გამოიხატება, ხო? ეს არის ადამიანების თანხმობა იმაზე, რომ მათ თანაცხოვრებისთვის ჭირდებათ სამართლიანი ქცევის წესები და ამ სამართლიანი ქცევის წესების გამოცემის უფლებამოსილებით აღჭურვა შესაბამისი ინსტიტუტებისა და ამ წესების სამართლიანობა პირველ რიგში გულისხმობს ერთმანეთის თანასწორად და თავისუფალ ადამიანთა აღიარებას, რომელთაგან არც ერთს არ აქვს ერთმანეთზე ბატონობის უფლება. ან მორჩილების ხო და ეს არის შესაბამისად გამოდის, რომ ეს არის ცივილიზებული საზოგადოება, იმიტომ რომ ჩვენ თანხმდებით სამართლიან წესებზე, რომელიც ჩვენზე ყველაზე თანასწორად გავრცელდება და რა იცი რომ ყველა თანასწორია, ოღონდ ზოგიერთი უფრო თანასწორია. ზოგიერთი უფრო თანასწორია. ან ზოგიერთი წესები იქნება მხოლოდ ჩემი მტრებისთვის და წესები არ არსებობს ჩემი მეგობრებისთვის, ხო? სხვანაირადაც რო ვთქვათ. მეორენაირადაც შეგვიძლია მეგობრებს არა. ყველას კანონი მეგობრებს. ყველას კანონი და მეგობრებს ხო. მეგობრებს ყველაფერი. მეგობრებს ყველაფერი დანარჩენებისთვის კანონი. როგორც ერთი სამხრეთ ამერიკელი დიქტატორის, ასე ვთქვათ, პერსონალისტი დიქტატორის ის არის. ხო, შესაბამისად ჩვენ ეხა გვაქვს პრობლემა უკიდურესად პერსონალიზებულ ძალაუფლებასთან. და რეალურად ეს არის, ანუ სამართლის უზენაესობის ანტიპოდი, ხო? ანუ ყველაფერს ის რაც ზეიბრძვის სამართლის უზენაესობა, რის თავიდან აცილებაც უნდა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საერთოდ, იმიტომ რომ ეს არის არაცივილიზებული საზოგადოება. იმიტომ რომ ეს არის მე რა გამოდის, რომ ეს არის იერარქიული საზოგადოება. ერთი ადამიანის ნებაზე დამოკიდებული საზოგადოება, მის ინტერესებზე დამოკიდებული, მის ხედვებზე დამოკიდებული, სადაც მე ყველა დანარჩენის თავისუფლებაც განულებულია და ღირსებაც, რატომ? იმიტომ რომ ჩვენ აღარ გვაქვს მე შესაძლებლობა რომ მიზნები დავისახოთ, ინტერესები გქონდეს. ან ეს საზოგადოება ისე წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ ჩვენ ფუნდამენტური პრობლემა რა არის, რომ ამ ადამიანს აქ ვართ ასობით ათასი და მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ რომელსაც სხვანაირად წარმოუდგენია ეს საზოგადოება, ხო? ჩვენი კოლექტიური წარმოსახვა განსხვავებულია, ხო? ჩვენი კოლექტიური წარმოსახვა არის ცივილიზაცია. და ცივილიზაცია მოაქვს აი სწორედ ამას, რომ სამართლიან თამაშ წესები გჭირდება. მათ შორის რატომ, ხო? ანუ ეს არის აღიარება, რისი ორი ცივილიზაციის ნიშანსვეტია მათ შორის, რომ ჩვენ ვაღიარებთ ჩვენს ადამიანობას მის სიკეთეებსაც, ჩვენს თავისუფლებას და ჩვენ შეზღუდვებსაც. მათ შორის ჩვენ მიდრეკილებას იმისაკენ, რომ ერთმანეთი დავემორჩილოთ, ჩვენს მიდრეკილებას იმისაკენ, რომ დავჩაგროთ სხვა ადამიანები, ჩვენს მიდრეკილებას იმისაკენ, რომ ეს ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. და ცივილიზაცია არის უკვე ის ეტაპი, როდესაც ჩვენ ხვდებით, რომ ეს აღარ გვჭირდება. აი დათომ რაც თქვა ახლა პრინციპში აი როგორი სახელმწიფო ხდება იმ შემთხვევაში როცა
ერთ ადამიანს ემორჩილება ხო ყველაფერი და რომ აღარ შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავსახოთ რაღაცა მიზნები, რისთვისაც გავერთიანდებით. ნუ თუ არ არის ამის გამოხატულება, ეხა ნუ ეს რუსული კანონი ითქვა და გრანტების შესახებ კანონი, რომელიც ავალდებულებს ყველას, რომ რაიმეს თუ გადაწყვეტენ, რაიმესთვის მოქმედებას, მეტის მოქმედებას კი არა, ვინმე თუ გადაწყვეტს ცოდნის გაზიარებასაც კი ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მათ ჯერ ნებართვა უნდა მიიღონ რაც ამ კეისრის აპარატის. ხო, მაგრამ ტოტალური კონტროლის კანონები ალბათ ეგრე უფრო იქნება, იმიტომ რომ ეს არ ეხება გრანტს არანაირად. ეს არის ადამიანის კონტროლი იმისთვის, რომ ისინი ვერ შეიკრიბონ, ვერ გაერთიანდნენ, აზრები არ გაუჩნდეთ და რაღაცა მოქმედებას არ გადავიდნენ. ხო, ხელისუფლებამ რა გითხრა, რომ შენ რა ტრენინგი უნდა მოისმინო, ეს იცის უკეთესად პირობითად რაჟდენმა ვიდრე იცი შენ. გეუბნება რომ შენ რა წიგნი უნდა წაიკითხო და რა არ წაიკითხო ეს უკეთესად ვიცი მე ვიდრე იცი შენ. ამიტომ მე წიგნებიდან რაღაცებს ამოგიშლი და ფილმები და არა ანუ ძალიან მარტივია. ამას გადაგიწყვეტ მე, იმიტომ რომ შენ ეს არ იცი და ეხლა ამას რომ ადამიანი ისმენს, ზოგადად როცა ეს წარმოიდგენს რომ სახელმწიფო შეიძლება იცის რაღაცები ჩემზე უკეთ, ესეთეულად რომ წარმოიდგენ, შეიძლება რაღაც ეს სარწმუნოს ჩანდეს, მაგრამ მე რომ წარმოიდგენ რომ ეს სახელმწიფო იქიდან მხრიდან გაუნათლებელი ივანიშვილი და ზარქუა მე ხვდები რომ ამ ადამიანებმა უნდა გადაგიწყვიტონ შენ რა დიპლომა მოსამართლეები. არა, საბოლოო ჯამში მე ეგ არის პრობლემა, რომ ისინი ანაცვლებენ, ხო, ანაცვლებენ შენს ადამიანობასაც, შენს მიზნებსაც, შენს განსჯასაც, შენს ყველაფერსაც. ეს მე გამოდის შენი ღირსების, თავისუფლების, ანუ შენი ადამიანობის თვის ხაზის გადასმაა, ხო და საბოლოო ჯამში მათი არაცივილიზებულობა რაში გამოიხატება, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანისთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, იმიტომ რომ სამყარო გარშემო იმდენად არარაციონალურია, რომ ადამიანებს აქვთ მუდმივად მოთხოვნა, რომ რაღაცა წესრიგს მოეჭიდონ, ხო? და ბევრისთვის ეს წესრიგი არის ძალმომრეობა და კონტროლი. ეს არის არაცივილიზებული ადამიანისთვის დამახასიათებელები, ის რაც ივანიშვილს აქვს. ივანიშვილს საკუთარი უსაფრთხოება წარმოუდგენია მხოლოდ ძალმომრეობაზე და კონტროლზე. მას ვერ ის უსაფრთხოდ ვერ გრძნობს, როდესაც წარმოიდგენს, რომ სხვა ადამიანები თავისუფლები არიან და თავისუფლად მოქმედებენ, ხო? სამართლის უზენაესობა და ცივილიზებული საზოგადოება, ცივილიზაციის ნიშანი რა არის? რომ შენ შეგიძლია ირწმუნო, რომ აი ამ თანხმობამ, საერთო წარმოსახვამ, საერთო სამართლიანი წესების შეთანხმებაზე შეიძლება ამგვარი უსაფრთხოება მოქცეს საზოგადოებაში. ამაზე არის ეს არის ფუნდამენტური განსხვავება, ხო? ეს არის ორი ტიპის კოლექტიური წარმოსახვა, ხო? იმიტომ რომ მე ვიღაცები, ვინც აი იმგვარი ივანიშვილისეულ ხედვას, რომ მხოლოდ მისი ძალმომრეობა არის უსაფრთხოების გარანტია, იმას ყიდულობენ და იმის თანამონაწილეები ხდებიან, ხო? მათ არ სწამთ, ან როგორი არის ესეც არის გარკვეული ნიჰილიზმია, ხო? გარკვეული, აი როგორი ნიჰილიზმია, იცი რომ შენი ცინიზმი გამომდინარეობს პირდაპირ შედეგია ცინიზმი ნიჰილიზმის. და ეს არის ნიჰილიზმი იმისა, რომ შენ ხარ პატარა ადამიანი და შენ არ შეგიძლია რომ შენსი პატარავის მიღმა გახვიდე, ხო? და ცივილიზაცია გვეუბნება, რომ არა ჩვენ შეიძლება რაღაც გაგებით ვართ პატარა ადამიანები. მაგრამ ჩვენ ბევრი რამე შეგვიძლია ამ პატარა ადამიანებსაც ბევრი შეგვიძლია, ხო? ერთად შეგვიძლია, ერთ საზოგადოებას შეგვიძლია, ხო? აქედან გამომდინარე მეორენაირად ან ხატოვნად რო ვთქვა, ხო? სამართლის უზენაესობა არის კოლექტიური წარმოსახვა, კოლექტიური ოცნება ცივილიზებულ საზოგადოებაზე. ხო. ოღონდ ეს არის ნამდვილი ოცნება ცივილიზებულ საზოგადოებაზე, რომელსაც ადამიანები მხოლოდ მაშინ ახორციელებენ. როდესაც ყველა თანხმდება იმაზე, რომ ამ წარმოსახვაში მონაწილეობს და არა ცინიკურად. იმიტომ რომ ეხა ესენი რას საკეთებენ, ხო? რა სისტემად შექმნეს საქართველოში 100,000 ადამიანი. ნებაყოფილობითი თანამზრახველია იმ მოსამართლეები ჩათვლით მათი მდუმარე ხარდამჭერებით დამთავრებული, ისინი კოლექტიურად მონაწილეობენ სიცრუეში, თაღლითობაში. ეს არის ერთგვარი ინფექციაც მათ შორის, ესე ვთქვათ, რა საზოგადოებაში თუ საზოგადოების ამ ინფიცირებას უზრუნველყოფ ამით საზოგადოების,
რაღაც პერიოდში, რაღაც პერიოდის შემდგომ სტაბილიზაციას არა ცივილიზებული შენ მთელი საზოგადოებაც ამაზე დაგთანხმდება, იმიტომ რომ მათთვის ესწრება ბუნებრივი. ჩვენ რასაც აი წლები და დამოუკიდებლობის მერე წლები თავისი ჩვენი წარე გამოცდილებებით, რაც ჩვენ საზოგადოებას გადახდა, იყო იმაზე ვარის თქმა, რამაც ეს მწარე გამოცდილებები მოგვიტანა, რომ შეგვექმნა უკეთესი და ეხლა რა გზასაც გავდივართ, არის წარსულში დაბრუნება, ოღონდ წარსული არ არის კალენდარული წარსული რა. ანუ საზოგადოების ფორმაციის წარსულზე ვლაპარაკობთ, რუსული ყაიდის მოწყობა საზოგადოების, რომელიც აბოლოოს დაკარგვა პირველ რიგში საკუთარ თავში. ხო, რომ შეგვიძლია კარგად იცხოვრო რა. კარგად იცხოვრო კი არა, აი ცივილიზებულად იცხოვრო. ცივილიზაცია რა არის, ხო? იმის ამბავი, რომ მე შენ გიყურებ არა აუცილებლად რაც ისეულად მარტივად რო ვთქვა რა ანუ ისე რომ ანუ დაგიმორჩილო ან მტერი ხარ ომში ხარ და ეგრევე ხედავ ადამიანს ვინც უნდა დაიმორჩილო ან დათრგუნო ან დაიქვემდებარო ხო ანუ ხედავ პარტნიორად რომელთან ერთადაც შეიძლება თუნდაც განსხვავებული იცხოვრო იმიტომ რომ ძალა არის ეს ერთობაში ანუ თუ საერთოდ შენ მეგობრად დაინახავ იმასთან ერთად რაღაცები აკეთო აი ამ სასამართლოს და ზოგადად კანონის მეშვეობით გარყვნა სრულიად ამ ძალაუფლების დანაწილების ხო სამართლის ქცევა ინსტრუმენტად და არა აი ყველაფრის სამართალი აღარ არის ხო სამართალი არის ეს არის ინსტრუმენტი წესები აღარ არის ჯალათის ხელში მომართული რაღაცა დიდი დაშნა ჩვეულებრივი ხო აი ეს მარტო ის კი არ არის რომ ადამიანები მიდიან ციხეში უსამართლოს რაც თავისთავადი პირველადი შედეგია ნეგატიური არამედ საბოლოო ჯამში იწვევს მთლიანად ცივილიზაციისადმი სახელმწიფოსადმი დობის დაკარგვას და სრულიად იმის დაკარგვას რომ ადამიანებს ერთად შეგვიძლია რომ კი არ ვებრძოდეთ ერთმანეთს ერთად რაღაცებს ვაკეთოთ ეს არის ჩვენი გათითო კაცება დაშლა დაქუცმაცება და დანაწილება და ამისთვის ვჭირდება კანონები საერთო წესები და რაც მომდინარეობს და მათ შორის ის რომ ეს რეჟიმი ამ ჩამოყალიბდა და ძალიან სამწუხაროა ხო საქართველოში ის რომ ამ რეჟიმმა კონსოლიდაციის ამ ხარისხს მოატანა ეს მიუთითებს აი ამ ატომიზაციის გახლეჩვის ძალიან მაღალ ხარისხზე სამწუხაროდ ისინი წარმატებული აღმოჩნდნენ იმაში რომ ატომიზაციის ამ ხარისხისთვის მიაღწიათ და ძალიან ბევრი ადამიანი საკუთარ მათზე მატერიალურად და ემოციურად დამოკიდებული გაიხადა და ეს ემოციური დამოკიდებულების ნაწილია ასევე სწორედ აი რწმენის დაკარგვა საკუთარ თავში პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ ღიად მხარდამჭერ ადამიანს და მათი ძალაუფლების გამზიარებელ ადამიანს, მათთვის თავის მომხრელ ადამიანს მას არ სწამს ხო, ანუ საკუთარი თავის. მას არ სწამს საკუთარი თავისუფლების. ენდელა მგონი უნდა წავიდეთ ჩვენი შეჯამებისკენაც. მეგონი საინტერესო ამბები გავიხსენეთ. და გადასარევი გვინო გავსინჯეთ კიდე. მადლობა მალხას ასეთი შესანიშნავი ღვინისთვის. მადლობა თქვენ. მადლობა საუბრისთვის, დისკუსიისთვის და მე მჯერა რომ საქართველოში საკმარისზე მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც გააზრებულად და მთელი გასიგრძე განებით რო ეტყვიან სულთ და ჯერათ რომ საქართველოში სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნება შევძლებთ და ზოგიერთი მათში იურისტის კია შევძლებთ და ეს არის იდეაში ის რაც ყველას უნდა ხო ყველას უნდა რომ ცხოვრობდეს სახელმწიფოში სადაც სახელმწიფო თითოეულ მოქალაქეს იცავს და ემსახურება სადაც ის რაც მას ეკუთვნის ის რომ ადამიანი იყოს და დაფასებული იყოს როგორც ადამიანი დაცული იყოს როგორც ადამიანი მისი უფლებები ეს არის მთავარი და არა მართველი ელიტების დაცვა და მათზე ზრუნვა და ყველა მიცის რომ უნდა იყოს ქვეყანაში სადაც რაციონალურად იმართება სახელმწიფო რაციონიზმზე დაფუძნებით არის მიღებული გადაწყვეტილებები და არა ვიღაც შიშებზე ან ხუშტურებზე იმასთან დაკავშირებით როგორ გაიხანგრძლივებს თუ დაიმოკლებს საკუთარ პერსონალურ სიცოცხლეს. მოკლედ დღეს სამართლებრივ სახელმწიფოზე ვისაუბრეთ ჩვენს პოდკასტში მეშვიდე ეპიზოდში თავისუფალი მაგიდის ჩვენი ყურება როგორც იცით შეგიძლიათ YouTube არხზე მისმინე მნიშვნელოვანია რომ დააკლიკოთ და გამოიწეროთ ეს არხი და ყოველთვის პარასკევს როცა დაიდება ჩვენი ახალი ვიდეოები თქვენ ამის შესახებ შეტყობინება მოგივათ. ვადლობთ.